ჩვენ ვიცით, რომ აი ეს მანკიერი წრეები, რომლებიც წარმოიშვება ჩვენ ტვინში, არის შფოთვის გამაპირობებელი, რომელმაც შეიძლება შემდეგ დეპრესია გამოიწვიოს. ევოლუცია. რატო არ გააქრო ისინი, თუ კი ესეთი ცუდია? ხანგრძლივი კორტიზოლი მიდის ხოლმე სიცოცხლისთვის საშიშ ფიზიოლოგიურ მდგომარეობამდე და შეიძლება კლავდეს და მე ამის საუკეთესო მაგალითი ვარ. ამ წამალმა დაბლოკა და წარმოიშვა დიდი რაოდენობის სეროტონინი, რომელიც ბედნიერების ჰორმონია და დავაკავეთ რაღაცა მექანიზმი გამოიგონეს, რომელმაც საშუალება მოგცა აი ეს ნაკლული სეროტონინი, ბედნიერების ჰორმონი დაგვეკავებინა შიგნით. ზოგიერთი ცდისპირი საერთოდ არ რეაგირებს ანტიდეპრესანტებზე. 80-იანი წლების ბოლოსკენ წარმოშვა კითხვა, რომ იქნება ეს უნივერსალური რამ არ არის. ბებიაჩემის მამა, რომელიც გარდაიცვალა 1924 წელს, იყო 54 წლის და ბებიაჩემი ამბობდა, რომ ღრმა მოხუცად ითვლებოდაო. არ ღირს ტანჯვა და ჯოჯოხეთი, მხოლოდ იმისათვის, რომ ვიღაცამ არ იფიქროს, რომ ვაიმე გიჟი ხო არა ვარ. მოგესალმები, თქვენ უყურებთ და უსმენთ ჯანსაღ დიალოგს. მე ვარ ზურა ალხანიშვილი და შეგახსენებთ, რომ ეს არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. დღეს გვაქვს ცოტა განსხვავებული შინაარსის პოდკასტი, ვინაიდან მიუხედავად მეცნიერების და ტექნოლოგიების მედიცინის ასეთი ფართო განვითარებისა, არის რაღაც საკითხები, რომლებიც მაინც რჩება ისეთ უმთავრეს გამოწვევად და ეს არის მენტალური ჯანმრთელობა, ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები, რომლებიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს. აი დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ შევეცდებით, რომ ამ საწყის ცოტა უფრო ჩაუღრმავდეთ და უფრო წინაპირობებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენი სტუმარი არის ბიოლოგი ლევან ბუთხუზი. ლევან, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. მადლობა მოწვევისათვის. კი ბატონო, იმიტომ რომ შეიძლება ახლა როცა თქვენ ლევანს ხედავთ აი ამ პოდკასტში, გაქვთ განწყობა, რომ უნდა ვისაუბროთ ბიოლოგიაზე, ვისაუბროთ ცხოველებზე და ასე შემდეგ, რითიც ახლა მრავალი წლის განმავლობაში ლევანს ვიცნობდით, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა სხვა რაღაცაზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ვისაუბრებთ ბიოლოგიაზე ადამიანის შიგნით, ორგანიზმში და ასევე ჩვენ როცა ვსაუბრობდით ამ თემატიკის შერჩევაზე, ლევან, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს ჩვენი მთავარი თემა ყოფილიყო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოტა ისეთი აკადემიურ ჩარჩოებში ვრჩებით ხოლმე, დღეს ცოტა გადავუხვევთ და ცოტა უფრო პირად გამოცდილებაზე ვილაპარაკებთ და მოდი მე შენ გითხარი, რატომ გადავწყვიტეთ ის, რომ დღეს ამ თემისთვის დაგვეთმო ეს ეპიზოდი. ჯერეთი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ზურა მოწვევისთვის, თუმცა მე კითხვას პერიფრას გავაკეთებდი, რატომ დავთანხმდი აქ, როდესაც შენ მითხარი, რომ საინტერესოა ეს, რამდენიმე მიზეზის გამო არის. პირველ რიგში ჩემი წარმოდგენით არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა ბიოლოგი ვარ, ასე ვთქვათ, ზოოლოგი ვარ და ველური ბუნების სპეციალისტი ვარ, პარალელურად მეცნიერების პოპულარიზაციაში ვმუშაობ უკვე ბევრი წელია, National Geographic-ში მუშაობდი ამდენი წლის განმავლობაში და ეხლა მთელი ჩემი ორგანიზაცია სიტ საქართველოს ზუსტად მაგას ემსახურება. ეს ერთი მხარე არის, მაგრამ მეორე არის ის, რომ ძალიან თავის დროზე ძალიან კარგი ლექტორები მყავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიდაც და უცხოეთშიდაც სწავლობდი ტვინის ფიზიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაზე ზუსტად. ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, როდესაც მაგალითად თემო იოსელიანი იყო ჩვენი კათედრის გამგე, რომელმაც ძალიან ღრმად გვასწავლა ნეიროფიზიოლოგია, მე მქონდა ბედნიერება მე მუშაობა ქართულ კორიფეებთან, რასაც ქვია თენგიზონიანთან, მანამ გალობლიშვილთან, რომელსაც ძილღვიძილის ლაბორატორია ჰქონდათ ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, რა თქმა უნდა, ჩემი დიდი მასწავლებელი იასონ ბადრიძე, რომელიც ასევე ნეირობიოლოგი არის და ნეიროფიზიოლოგი არის განათლებით, თუმცა მე მუშაობდა ის უკვე მგლებთან და ცხოველებთან, მაგრამ სხვა ცხოველებთან, მაგრამ დაახლოებით 10-15 წლის განმავლობაში მასთან აქტიური მუშაობის შედეგად მუდმივად ჩემი სამსახური იყო დაკავშირებული არა მარტო ცხოველთა ქცევასთან, არამედ ტვინის ფიზიოლოგიასთანაც, მათ შორის და გინდა არ გინდა ასეთი მეტნაკლებად პროფესიული შეხება მქონდა და პრინციპები, ზოგადი პრინციპები, რა თქმა უნდა, მესმის იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანის იქნება თუ ცხოველის ქცევას, განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, ტვინი და ტვინთან დაკავშირებული სხვა ფუნქციონალური სისტემებიც. მაგრამ ეს ყველაფერი იქნებოდა აბსოლუტურად მეორადი, რომ არ ვთვლიდე, რომ შიგნიდან ვიცნობ ამ პრობლემას და შიგნიდან ამ პრობლემის ცნობაში ვგულისხმობ იმას, რომ პაციენტი ვიყავი მრავალი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ მქონდა საკმარისად მე ვთვლი, რომ საკმარისად ღრმა შფოთვითი აშლილობები, რომელიც დეპრესიაში გადაიზარდა და კარგ ხნის განმავლობაში მომიხდა
როგორც პირველ პირს, ასე ვთქვათ, არა მარტო როგორც ბიოლოგს და ნეირომეცნიერებით გატაცებულ ადამიანს, არამედ როგორც პაციენტს ჩამახედა უფრო ღრმად ამ პრობლემებში და სხვათა შორის ეს გარდა ბიოლოგიისა, გარდა იმისა, რა ხდება ტვინში, გარდა მკურნალობისა და ფარმაკოლოგიისა, გარდა ფსიქოთერაპიისა, ასევე დავინახე ჯანდაცვის სისტემის პრობლემები, რომელიც მე მგონი საინტერესო არის თავისთავად და საკმარისად მოუწესრიგებელია ჩვენ ქვეყანაში. თუმცა თვითონ პრობლემატიკა, როდესაც შენ ამბობდი, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ლაპარაკი, მე აქედან მხოლოდ შფოთვითი აშლილობების და დეპრესიების ბიოლოგიაზე შემიძლია ვილაპარაკო და როგორც პაციენტს, ასევე სერვისებზე, რომელსაც აწვდის დღეს ქართულ პაციენტს ჩვენი სამედიცინო სისტემა. აი ამ სფეროზე შემიძლია, რა თქმა უნდა, ვილაპარაკო, ერთი რამ მინდა რომ კითხველი არ დაიბნეს, მე თვითონ ექიმი არა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, რომ საკმარისად მოეჩვენოს, რომ თქვა ღრმად ვარ ჩახედული ამაში, მიუხედავად ამისა, მე მკურნალობას, რა თქმა უნდა, ვერ დავნიშნავ, ეს არის ფსიქიატრების პრეროგატივა და ექიმების პრეროგატივა, მედიკოსების, მე უბრალოდ შემიძლია მექანიზმებზე ვილაპარაკო, როგორც ბიოლოგმა და როგორც ნეიროფიზიოლოგმა და ასევე როგორც პაციენტმა. აი ეს არის ასე ვთქვათ, მოკლე თუ შეიძლება სიამოვნებით ჩემი დათანხმება ამ პოდკასტში მონაწილეობის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ მე მგონია რომ ზუსტად აი ეს სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა ამ საკითხის დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, შეიძლება როგორც არასოდეს ყოფილა ბოლო აწლეულების განმავლობაში, იმიტომ რომ დღესაც კიდევ ყოველდღიურად ხდება ისეთი ამბები ამ ქვეყანაში, რომელიც კიდევ ერთხელ სტიგმატიზებას აკეთებს ხოლმე და რაც მეც ვისაუბრებთ და პრობლემებზე ვილაპარაკებთ, უფრო მეტი ადამიანი შეიძლება რომ დაინტერესდეს იმით, თუ სინამდვილეში რა დგას ამ ყველაფრის უკან. და ხო, დღეს აქცენტს გავაკეთებთ შფოთვითი აშლილობებზე, შფოთვაზე და მოდი პირველი კითხვაც ეგ იქნება, რომ და ესე შფოთვა და შფოთვითი აშლილობა არის თუ არა ერთი და იგივე და თუ არ არის აშლი განსხვავება ამის შორის. პასუხი ორგვარი არის, კით და არაც, იმიტომ რომ შფოთვები თავისთავად ძალიან ნორმალური, ორგანიზმის ნორმალური რეაქცია, სტრესი და შფოთვები, იმიტომ რომ ის ევოლუციურად ჩამოყალიბდა ჩვენში, ადამიანებში და ყველა ძუძუმწოვარში და არა მარტო ძუძუმწოვარში, სხვათა შორის, ანუ ნებისმიერ ორგანიზმში და სახეობაში, რომელიც გრძნობს რამე საშიშროებას, ხო? იქნება ეს თქვათ, არ ვიცი, მტაცებელზე საშიშროება, ან კონკურენციის საშიშროება, ან სიცოცხლისთვის სხვა რაიმე საშიშროება, როდესაც ნებისმიერი ჩვენგანი, მათ შორის ადამიანებიც და სხვა ცხოველებიც, ხედავთ რაღაცა სტრესორს, გრძნობთ რაღაცა სტრესს, ხედავთ რაღაცა საშიშროებას და მასზე რეაქცია გვაქვს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. და ეს არის, შფოთავთ, იმიტომ რომ ჩვენი მახსოვრობა, ჩვენი წინა გამოცდილებამ იცის, რომ ესა თუ ის ფაქტორი შესაძლებელი იყოს ჩვენთვის სასიცოცხლოდ საშიში. ამიტომ, როდესაც ამას ველოდებით ხოლმე, ჩვენ ამაზე ვშფოთავთ. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი ევოლუციური მოვლენა არის, იმიტომ რომ ეს გვიცავს ჩვენ და, ბუნებრივია, რომ საშიშროების დადგომის შემთხვევაში ჩვენ ადეკვატური რეაქცია გვაქვს. ხო, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, დაახლოებით გავს უთოზე ბავშვი ხელს რო დაადებს და მეორეჯერ რო იცის, რომ აღარ უნდა დაადოს ხელი, ხო? იმიტომ რომ ეშინია შეიძლება ირაციონალურად ეშინია უთოსი. შემდეგ რა თქმა უნდა ის აცნობიერებს და ეს თავისთავად კალაპოჩი დგება. როდესაც შფოთვითი აშლილობებზე გადადის ლაპარაკი, რა თქმა უნდა ამ ბაზაზე ვითარდება, მაგრამ აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება განსაზღვროს უკვე ექიმმა ან მკვლევარმა რა ხანგრძლივობით ხდება ეს, ხომ არ არის უფრო ხანგრძლივი და რამდენად ადეკვატური არის გარემო პირობებთან. და როდესაც უკვე აღმოჩნდება, რომ ეს ძალიან ხანგრძლივად, ცოტა აკვიატებული არის, ირაციონალური შიშები არის, როდესაც მეტაფორულად მიყვარს ხოლმე ტვინის ერთი ნახევარსფერო რო გეუბნება, რომ ლევან არაფერი აქ საშიში არ არის და ამაზე საღელვი არ არის, მაგრამ მეორე ნახევარსფერო თითქოს ბლოკავს ამას და ერთი მხრივ შენ იცი, რომ აქ საშიში არაფერი არის და საღელვი არაფერი არ არის, მაგრამ მეორე მხრივ შენი ორგანიზმი, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულ ორგანიზმზე მაქვს ლაპარაკი, არა მარტო ტვინზე, არამედ კუნთებზედაც კი და შენ ენდოკრინული სისტემა სულ სხვანაირად რეაგირებს და წარმოიქმნება რაღაც შინაგანი კონფლიქტი და ეს თუ ხდება არა ერთხელ, არამედ რამდენიმე საათის განმავლობაში ხდება ყოველდღე დიდი ხნის განმავლობაში, აქ უკვე რა თქმა უნდა ლაპარაკი შეიძლება იყოს შფოთვით აშლილობებზე და ამიტომ პასუხი კითხვაზე არის თან კი და თან არა. ის რომ ადამიანს სტრესზე აქვს რეაქცია და აქვს ჩვეულებრივი შფოთვები, ეს ძალიან ნორმალური არის და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ეს ხანგრძლივად ხდება და სხვა ფაქტორებიც ერევა, რომელსაც უკვე შენი
ფუნქციონირებისთვის მოაქვს უკვე პრობლემები, როდესაც შენ მაგალითად დასწავლის პროცესი, მაგალითად მახსოვრების პროცესი, მაგალითად ძილი გერევა, როდესაც შენი კვებითი რეჟიმი ირევა, ეს უკვე რა თქმა უნდა შფოთვითი აშლილობის კლასიკური გამოვლენა არის და ეს უკვე პროფესიონალის ჩარევას მოითხოვს. ჭირდება ამ შემთხვევაში. და წეღან შენახსენე რომ აი დეპრესიაში გადასვლის ნაწილიც რა და სანამ მაგაზეს გადავალ მაგაზეს ალგე კითხავ ხა ეს რამდენად ყოველთვის მაგას ნიშნავს და ასე შემდეგ რომ აი დღეს რატო გახდა უბრალოდ უფრო მეტი გავიგეთ და მეტ ყურადღებას ვაქცევთ თუ რეალურად არის ეს ტენდენცია რომ ამ შფოთვითი აშლილობების შფოთისა და დეპრესიის რაოდენობა უფრო იზრდება ადამიანებში. იცი, ეხლა არის ხოლმე ეს მორალი გამოთქვა, რომ აი ჩვენ ახლა დეპრესიების ეპიდემიაში ვცხოვრობთ. ნუ მე ამ კატეგორიულ განცხადებას ცოტა თავს მოვარიდებდი, ეს არ არის თქვა კლასიკური რა თქმა უნდა ეპიდემია, მაგრამ ამას აქვს ნამდვილად თავისი წინაპირობა, რომ მართლა გახშირდა რაოდენობა, იმიტომ რომ გარემო პირობები პრინციპში ძალიან შეიცვალა. როდესაც თუნდაც 100 წლის წინ არ იყო ამდენი სტრესორი, არ იყო ახალი ტექნოლოგიები, არ იყო ინფორმაციის ასეთი მოზღოვება, პოლიტიკური ველი იყო შედარებით უფრო შეიძლება არ იყო შედარებით უფრო წყნარი, მაგრამ ინფორმაციის გაცვლა იყო გაცილებით უფრო ნაკლები. რის გამოც მე ვფიქრობ და რამდენიმე კვლევა ამას ადასტურებს, რომ 21 საუკუნე, მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან და 21 საუკუნე მართლა მოიტანა ის, რომ ერთი მხრივ პოპულაციის რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ჩემ ბავშვობაში 5 მილიარდი ვიყავით და დღეს უკვე 8 მილიარდი ვართ. ამიტომ ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება დედამიწაზე პოპულაციის რაოდენობა, სიმჭიდროვე იზრდება, ჩვენ შორის კონტაქტების რაოდენობა იზრდება და ბიოლოგიურად ჩვენ არა ვართ მოწყობილი, რა თქმა უნდა ჩვენ ვეწევით ამას და ადაპტურები ხდებით, მაგრამ გაცილებით უფრო სწრაფად იცვლება ჩვენი გარემო, ვიდრე ჩვენი ტვინი და ორგანიზმი ამას ეჩვევა. და ამიტომ აი ახლა აი ამ პარადიგმაში ვიმყოფებით, როდესაც ძალიან ბევრი რამე სწრაფად ვითარდება და ჩვენ ვეწევით და ეს დაწევის პროცესი არის ყოველთვის ძალიან პრობლემატური და ერთ-ერთი ამბავი რაც ზედაპირზე წარმოიშვება ხოლმე, ეს არის დეპრესიები, შფოთვითი აშლილობები და სხვადასხვა მენტალური პრობლემები, რომლებიც რა თქმა უნდა შესაძლებელია გენეტიკური განწყობის შედეგიც იყოს, ეპიგენეტიკური განწყობის შედეგიც შეიძლება იყოს, მარტო გენეტიკა არ არის და გარემოს მხარეც შესაძლებელია იყოს. ანუ ერთი მხრივ ჩვენ ვიცით რომ პრინციპში აუცილებელი არის რომ არსებობდეს თუ თქვათ სხვადასხვა ტიპის ღრმა მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე ლაპარაკი, იქ უმრავლეს შემთხვევაში გენეტიკური განწყობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი არა ღრმა, თუმცა მძიმე პრობლემისადმი, როგორიც არის მაგალითად შფოთვითი აშლილობა და მისგან გამოწვეული დეპრესიები, ამ დროს შესაძლებელია წამყვანი უფრო ნაკლებად გენეტიკა იყოს, მაგრამ იყოს წამყვანი გარემო პირობები და ზუსტად ეს გარემო პირობები, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლება და უფრო კომპლექსური ხდება, იწვევს ეგრეთ წოდებულ ტრიგერი არის, ანუ გამომწვევი არის აი იმ რაოდენობისა, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს. გეთანხმები, რომ პრინციპში ალბათ სავარაუდოდ ადრე სტატისტიკა არ არსებობს, ახლა 19 საუკუნეში იყო თუ არა, ყოველთვის შფოთავდა ადამიანი, მაგრამ აი ასეთი მძიმე ფონი მე მგონი არ არსებობდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, იმიტომ რომ ეხლა სტატისტიკა გაცილებით უფრო მაღალი არის და მაშინ სტატისტიკა არ არსებობდა, მაგრამ აი ექსტრაპოლაციის კუთხით შეიძლება დავუშვათ, რომ კი ძალიან გახშირდა და ზუსტად ეს გარემო პირობების სწრაფი ცვლილებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ ნუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა უარეს დღეში ვართ, ვიდრე მაშინ იყო, მაშინ სხვა პრობლემები იყო, ფუნდამენტური და მათური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ხო? ნამდვილად და იცი რა არის, ეხლა არ მინდა რომ კარგია რომ ესახსენე, იმიტომ რომ აი არ შეიძლება არ ვთქვა, რომ სადღაც თუ წინა საუკუნეში, მე-19 საუკუნეში საშუალო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეიძლება იყოს თქვა 50 წელი, ხო? ბებიაჩემის მამა, რომელიც გარდაიცვალა 1924 წელს, იყო 54 წლის და ბებიაჩემი ამბობდა, რომ ღრმა მოხუცად ითვლებოდაო. დღეს უკვე 80 წლის ადამიანი ჩვეულებრივად აქტიური წევრი არის, 80 და პლუს ადამიანი აქტიური წევრი არის ჩვენი საზოგადოებისა, ხო? ამიტომ იმისი თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარემო ძალიან შეიცვალა და ტექნოლოგიები წინ წავიდა, მედიცინაც ძალიან წინ წავიდა, ბიოლოგია ძალიან წინ წავიდა, ფიზიკა ძალიან წინ წავიდა, ანუ
ყველა ის საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ, რომელმაც მოუტანა უზარმაზარი სიკეთე ადამიანს ცხოვრების გახანგრძლივების თვალსაზრისით, ხო? ანუ ფიზიკა ხა შემთხვევით არ ვახსენე, იმიტომ რომ რენტგენის აპარატებიდან დაწყებული, მაგნიტური რეზონანსით დამთავრებული, ყველაფერი ფიზიკიდან მოდის. ბიოლოგიამ, ქიმიამ და ბიოქიმიამ თავიდან ბოლომდე ფუნდამენტურად შეისწავლა რა ხდება ჩვენს ფიზიოლოგიაში, არა? და მედიცინა კარგი გაგებით მოაჯდა ამას და ძალიან პრაქტიკულად გამოიყენა. კი, ამიტომ უზარმაზარი წინსვლები რო არის, ერთი მხრივ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ამ წინსვლებმა მოიტანეს ჩვენი ასე ვთქვათ შფოთვითი აშლილობა, მაგრამ ეს ცალსახად პროგრესული და ცალსახად ძალიან კარგი არა შფოთვითი აშლილობა დეპრესია, არამედ ზოგადად ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს იძლევა საშუალებას წინწასულმა მედიცინამ დაარეგულიროს ნებისმიერი სამედიცინო პრობლემა. და ერთს გავიხსენებ. ჩემს ასე ვთქვათ, სკოლის ასაკში, 80-იანი წლების ბოლოსკენ ჩემი ძალიან ახლობლის დედას, ბებია ჩემი ექიმი იყო და გადმოვიდა და ესო ლეილა დედა, აი ნახეთო ფეხზე რაღაცა ხალი მაქვსო და ბებია ჩემს არ მოეწონა და იცი რაო, ჩემო იმანო სახელით უთხრა და კი არაფერიო, მაგრამ წადიო და იქნებაო იმასნაო, რა ქვია, გაესინჯო და რო წავიდა ძალიან არ მომეწონა, იმიტომ რომ მელანომას გავსო. წავიდა ონკოლოგთან, რა თქმა უნდა, დაუდგინდა მელანომა, რომელიც არის ძალიან აგრესიული ტიპი სიმსივნისა და ძალიან სწრაფად გარდაიცვალა ეს ადამიანი. დღეს დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ არც დიდი დრო გავიდა, ხო? მელანომა უკვე პრაქტიკულად აღარ არის სასიკვდილო განაჩენი. აი 10 წლის თუ 15 წლის განმავლობაში უზარმაზარი წინსვლები ერთა დღეს სიმსივნის და ავტვისებიანი სიმსივნის უამრავი ფორმა აბსოლუტურად აღარ არის უკვე სასიკვდილო განაჩენი. ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა და უახლოეს წლებში კიდევ უფრო დიდი ცვლილებები იქნება. ამიტომ იმის თქმა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ გარემო იცვლება და რაღაცა პრობლემებს წარმოშობს ჩვენთვის, იცვლება იმ გაგებით რომ გაცილებით უფრო სწრაფად მოხდება ამ პრობლემების აღმოფხვრა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ის პერიოდის მახსოვს ახლა სკლეროზი დაავადება, მაშინ ესე ეძახოდნენ, ხო? დემენცია და როგორი მისტიკური იყო და რაღაცა ის შეეთ, იმიტომ რომ სიცოცხლესაშუალო ხანგრძლივობა მაშინ იზრდებოდა რეალურად იმ დონეზე, რომ მე როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ტვირთი წარმოდგენილი იყო ეს დაავადებები და დღეს ერთ-ერთი მოწინავეა სიკვდილობის მაჩვენებელში. რატო? იმიტომ რომ 65 წელს და მეც გადაცილებული უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე და რიცხვებში ვნახეთ ეს ყველაფერი. ეხლა შენ წეღან როცა ამბობდი აი ამ მიზეზებზე, ამ გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით, ხო, აი კიდე ერთი საკითხი ეს არის ეს ზედმეტი ფიქრი თუ ეს overthinking-ს როგორ ვთარგმნით, ხო, ქართულად ალბათ ზედმეტი ფიქრი. ეს შეიძლება რამენერად დაკავშირებული იყოს ამასთან, თუ არის უბრალოდ ის, რომ აი ზედმეტი ფიქრი ხშირად ჩვენ გვერევა და შფოთვაში და გონია რომ შფოთავთ ამ პირიქით. თუ სწორად გავიგე კითხვა, ესე იგი ფიქრი და ზედმეტი ფიქრი და ტვინის, ასე ვთქვათ, დაძაბვა და ტვინის ინტელექტუალური მუშაობა ვერანაირად ვერ გახდება, არავითარი სამეცნიერო მონაცემები არ არსებობს, რომ ეს გახდეს მაგალითად შფოთვის ან დეპრესიის მიზეზი, არანაირად. თუმცა ერთი მხარე არსებობს ბოლო პერიოდში აღმოჩენილი და თუ ვინმე მკითხავს, აი ნეირომეცნიერებაში ყველაზე უფრო დიდი აღმოჩენა ბოლო პერიოდში რამე გაშინია, მე მგონი ეს არის ტვინის პლასტიკურობის ფენომენის აღმოჩენა, ანუ ტვინს შეუძლია სტრუქტურულად, ასე მორფოლოგიურადაც კი შეიცვალოს და შემდეგ მისი ფუნქციებით შეიცვალოს და გარემოზე ვთქვათ თავისი ახალი პასუხები ჰქონდეს. მაგრამ მე არ მგონია რომ ჩვეულებრივი ფიქრი და ბევრი ფიქრმა, ასე ვთქვათ, შეცვალოს უარყოფითი კუთხით ადამიანი ერთადერთი რაც არის, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც შფოთვითი აშლილობა იწყება ან კიდე დეპრესია, ხანდახან ადამიანები გაცილებით უფრო მეტხანს ფიქრობენ ხოლმე რაღაცა აკვიატებულ იდეებზე. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ზოგადად ფიქრის შედეგად, ან ბევრი ფიქრის შედეგად გამოწვეული პრობლემა არის. არა, ეს არის პრობლემის შედეგად დამდგარი, თუ შეიძლება ასე თქვას, კლინიკური მდგომარეობა. ამიტომ პასუხი ისე, რომ რამე ფიქრი და ზედმეტი ფიქრი და overthinking-ი იწვევს რაიმე მენტალური ტიპის პრობლემას, მე მიმაჩნია, რომ არასწორი არის, მაგრამ მენტალური ტიპის პრობლემების ერთ-ერთი დამახასიათებელი არის აკვიატებული აზრები და ბევრი ფიქრი, ფუჭი თუნდაც ფიქრი რაღაცა გარკვეულ საკითხებზე. ეს უკვე სხვა ამბავი არის, მაგრამ ის რომ ამას იწვევდეს ნაკლებად. კი ბატონო, ხო ეხლა რატო კითხე ეგეც, რა მინდა რომ ცოტა ის ტვინის ფუნქციონირების ნაწილს შევახოთ რა და წეგან შენ ასევე საუბრობდი, რომ აი ეს შფოთი როგორ ვითარდება, ხო, სხვადასხვა სისტემები ჩვენ ორგანიზმში როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე და აი მაგალითად ეს ნუშისებრი ჯირკვალი, ხო, ამიგდალა რასაც ვეძახით, რომელსაც მიიჩნევენ ხოლმე, რომ ეს არის შიშის ცენტრი რა, დაახლოებით ესეთი. აი ამ თვალსაზრისით, ეხლა ბიოლოგიური თვალსაზრისით, ნეირობიოლოგიური თვალსაზრისით სწორია
ესეთი გაგება, რომ ამიგდალა ექცენტრია? თვალად არ არის დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო ბიოლოგიაში, რომ რაღაცა გარკვეული ერთი ცენტრი არსებობს, მაგალითად ფიქრის ცენტრი არსებობს, მეხსიერების ცენტრი არსებობს, ფოთვის ცენტრი, აქედან გამომდინარე შეიძლება არსებობდეს დეპრესიის ცენტრი არსებობს, მაგრამ სინთეზური თეორიის კი არა, თეორია, მოძღვრების მიხედვით და თანამედროვე ნეირობიოლოგია ამას არ ცნობს, იმიტომ რომ ჩვენ თუ ავიღებთ თქვა დეპრესიას, ან თუ ავიღებთ შფოთვით აშლილობას, დავინახავთ, რომ ძალიან ბევრი სტრუქტურა არის ჩართული და ყველას აქვს თავისი რაღაცა გარკვეული ფუნქცია. ამიგდალა რაღაცის გამშვები არის, შემდეგ ამიგდალა ინსულაზე შეიძლება თქვა ლაპარაკი იყოს, ჰიპოკამპზე შეიძლება ლაპარაკი იყოს, შეიძლება არ მინდა რომ მაყურებელი გადავტვირთო აი ამ ტვინის სტრუქტურებზე ლაპარაკით, მაგრამ ძალიან ბევრი სტრუქტურა არის, რომელიც ჩართული არის და სხვადასხვანაირად მუშაობს. ამიტომ თუ შევხედავთ მას როგორც ერთიან ორგანოს, რომელსაც რა თქმა უნდა თავისი კონკრეტული ფუნქციები აქვს, შიშის გამშვები ეს ერთი არის, თქვათ, მეორე გამოყოფს რაღაცა გარკვეულ ჰორმონებს, რომელიც თქვათ გარკვეულ ცევას განაპირობებს, ან კიდე ბედნიერების ჰორმონები, მედიატორები, სინაფსები, ძალიან ბევრი სტრუქტურები არის ჩართული და არ შეიძლება ითქვას, რომ რომელიმე კონკრეტული ერთი წერტილი არის შფოთვითი აშლილობის ან მასთან დაკავშირებული დეპრესიის გამომწვევი მიზეზი. არა, ეს არის სისტემის ფუნქციონირების მოშლილობა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამიგდალა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის და თუნდაც ეხლა მაგ კუთხით როდესაც ვლაპარაკობ, მე მახსენდება, რომ ჯერ კიდე 60-იან წლებში როდესაც აღმოჩენილი იყო პროზაკი და მისი წარმოებულები, ანუ როდესაც აღმოჩენილი იყო სეროტონინის ინჰიბირების მექანიზმი თავისთავად, ახლა ანუ ამაზე არ მინდა რომ ძალიან ღრმად განსაკუთრებით არა მედიკი მაყურებლისთვის ეს ნაკლებად საინტერესო იქნება, მაგრამ შემიძლია ძალიან უცებ ახსნა, იმიტომ რომ წარმოიდგინე ერთ-ერთი სერიოზული ამბავი, როდესაც დეპრესიებზე არის ლაპარაკი და შფოთვით აშლილობებზე არის სინაფსებს შორის ინფორმაციის გადაცემა. რა არის სინაფსი? ეს არის ორი ნერვული უჯრედი, აი ბოჭკოსავით, აი ესე და წარმოიდგინე რომ ერთი ნერვული უჯრედი არის ეს, მეორე ნერვული უჯრედი არის ეს. და მათ შორის არის ნაპრალი. აი ამ ადგილს ქვია სინაფსი და სინაფსური ნაპრალი. აქ მოდის ელექტრული დენი, მაგრამ ელექტრული დენი პირდაპირ არ გადადის მეორეზე. აქ არის რაღაცა ქიმიური ნივთიერებები, ნეირომედიატორები, ეს მოსული დენი აქ დაარტყავს ბოლოსკენ და გადმოიღრება გარკვეული ნეირომედიატორები, ანუ რაღაცა, გასაგებად რო ვთქვა, ესე იგი ნივთიერებები, რომლებიც ჩაიღრება აქ და შემდეგ აქეთ უნდა წარმოშვას ისევ ელექტრული იმპულსი. და ტვინი მუშაობს ასე. როგორც კი აი ეს სინაფსებს შორის აი ეს მექანიზმი ირღვევა და აი ეს ქიმიური ნივთიერება, რომელიც ირღვევა, შეიძლება დავარქვათ ამას ბედნიერების ჰორმონი, ეს არის სეროტონინი, როგორც კი მისი ბალანსი დაირღვევა და ეს ხდება მოედება მთელ ტვინს, ხდება რაღაცა ცვლილებები, ხდება შფოთვითი აშლილობა და დეპრესიის ერთ-ერთი საფუძველი ჩნდება. ეხლა რომ დავუბრუნდეთ უკან შენ კითხვასთან. დაახლოებით 60-იან წლებში აღმოაჩინეს, რომ სეროტონინი, თუ სეროტონის დავაკავებთ როგორმე აი ამ ნაპრალში, მისი კონცენტრაცია მოიმატებს, რაოდენობა მოიმატებს, რაც ნიშნავს, რომ ესე იგი ჩვენ დეპრესია შედარებით უფრო ნაკლებად გვექნება. გამოიგონეს მიაგნეს წამალს, რომელსაც SSRI ქვია, რომელიც ბლოკირებას აკეთებს, რომ გადმოიღრება აქ სეროტონინი, ნაწილი წარმოშვობს აქ შემდეგ იმას რა ქვია ელექტრულ დენს და ნაწილი უკულ მიტაცება ხდება, იმიტომ რომ შიგნით ხო დაგროვება არ უნდა მოხდეს და უკან და შეიწოვოს აი ამ ნერვმა. ამ წამალმა დაბლოკა აქ და წარმოიშვა დიდი რაოდენობის სეროტონინი, რომელიც ბედნიერების ჰორმონია და დავაკავეთ ფიზიკურად. ინჰიბირება მოხდა უკულ მიტაცებისა და დავაკავეთ. ესე იგი, მე მინდა რომ მაყურებელმა აღიქვას, რომ რაღაცა მექანიზმი გამოიგონეს, რომელმაც საშუალება მოგცა აი ეს ნაკლული სეროტონინი, ბედნიერების ჰორმონი დაგვეკავებინა შიგნით. და 3-დან 6 კვირის განმავლობაში, როდესაც ადამიანს აძლევდნენ ამ პრეპარატებს, SSRI-ს ეძახიან ამას, ნელ-ნელა ტვინი გადაეწყობოდა და დეპრესიული ფონი შედარებით უფრო იხსნებოდა. ამან წარმოშვა იდეა, რომ აი თურმე სინაფსი არის ის ადგილი, სადაც დეპრესია ვითარდება, რომლის დარღვევის შედეგადაც შფოთვითი აშლილობები და დეპრესია სხვადასხვანაირი მიზეზი შეიძლება იყოს გამოწვეული. მე ამ შემთხვევაში მხოლოდ შფოთვით აშლილობებზე და მასთან დაკავშირებულ დეპრესიაზე მაქვს ლაპარაკი და აი თურმე სინაფსი არის ის წერტილი. აღმოჩნდა, რომ ესე არ არის.
და ის სტრუქტურები, რომელზედაც ვილაპარაკე, ის სტრუქტურებიც იცვლება და ეს არის ძალიან ბევრ ფუნქციონალურ სტრუქტურაზე მოდებული პრობლემა და ისინი გამოდიან წყობრიდან. ამიტომ ერთი ადგილი იქ არ არსებობს, არის რამდენიმე მთელი ტვინიერი პრინციპში ჩართული და მის მკურნალობას სისტემური მიდგომა სჭირდება. ეხლა ცოტა იმას ვქენი, რა ქვია, გამიტაცა ლაპარაკმა ბიოლოგიაზე და დამავიწყდა კონკრეტული კითხვა რაშიდაც მდგომარეობდა, რომ დაუბრუნდა გამიმეორე. ხო, ცენტრებზე თუ საუბრობდით, შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ეს არ აკნინებს ანტიდეპრესანტების მნიშვნელობას. დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია ანტიდეპრესანტების გამოყენება, განსაკუთრებით SSRI-ს, მაგრამ აი ყურე ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება. ზოგიერთი პაციენტი ცდისპირი, მოდი ასე ვიტყვი, რადგან მე ბიოლოგიურ და პაციენტებთან არ მაქვს ურთიერთობა და კვლევებს ვემყარები, ზოგიერთი ცდისპირი საერთოდ არ რეაგირებს ანტიდეპრესანტებზე. ამან წარმოშვა 80-იანი წლების ბოლოსკენ წარმოშვა კითხვა, რომ იქნება ეს უნივერსალური რამ არ არის და იქნება ეს, ანუ იქ ყველას ერთი და იგივე მიზეზით არ უვითარდება რაღაცა გარკვეული ფსიქიკური აშლილობები. როდესაც მაგალითად კეტამინმა და ბოლო პერიოდის კვლევები აშენებს ამას, რომ კეტამინი სულ სხვა მექანიზმით არაჩვეულებრივად კარგად სამედიცინო გამოყენების კუთხით არაჩვეულებრივ შედეგებს იძლევა დეპრესიის მკურნალობაში. ამიტომ ამან უბიძგა ზუსტად იმ შეხედულებას, რომ მარტო სინაფსებს შორის ქიმიური ბალანსის დარღვევა არ უნდა იყოს პრობლემა. უნდა სხვა რაღაცებიც იყოს და აი ეს ჰოლისტიკური მიდგომების შედეგად შეიძლება რაღაცები აღმოიფროს და ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ანტიდეპრესანტების მნიშვნელობა აბსოლუტურად არავის არ უარყვია. ფსიქიატრიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ჯგუფია, რომელსაც აუცილებლად ნიშნავენ. ოღონდ საინტერესო რა არის, იცი, რომ დღევანდელი თანამედროვე თეორია და თეორიას როდესაც ვიძახი, ეს არ არის ჰიპოთეზა, ანუ ეს უკვე დამტკიცებული ამბები არის. იმიტომ რომ მეცნიერებაში თეორია სხვა რამე არის და ადამიანებს ესმით, რომ თითქოს თეორია ეს არის მტკიცებითი მედიცინის იქით, არა თეორია არის მტკიცებითი მედიცინა. და იმისი თქმა მინდა, რომ დღევანდელი მიღებული ასე ვთქვათ, პროტოკოლი თუ შეიძლება გამარტივებულად ითქვას, არის ესეთი. რა თქმა უნდა, ფარმაკოლოგიური ჩარევა არის აუცილებელი, ანტიდეპრესანტები ან სხვა მედიკამენტები არის აუცილებელი და ფსიქოთერაპია მასთან აუცილებლად უნდა მიდიოდეს პარალელურად. და აი ამ ორი, იმიტომ რომ მედიკამენტი აკეთებს ერთ რამეს, იმას გამოყახავ იმ კრიზისული მდგომარეობიდან და შენ შეგიძლია უკვე ადეკვატური გახდე რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ფსიქოთერაპევტმა ზუსტად ეს ადეკვატური პერიოდი უნდა გამოიყენოს, რომ შენ თავიდან გასწავლოს, მეთოდი აგიხსნას, როგორ უნდა გააკეთო მენეჯმენტი შენი შფოთვითი აშლილობის ან კიდე დეპრესიისა. ამიტომ აი ესეთი ჰოლისტიკური მიდგომა დღეს არის ყველაზე უფრო გამართლებული, რა თქმა უნდა, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს წლებში კიდევ უფრო ახალ შემოგთავაზებს ფარმაკოლოგია და ბიოლოგია და მედიცინა, რა თქმა უნდა, ფსიქიატრია დავარქვათ ამას, მე მგონი წინ წავალთ და კიდევ უფრო ინოვაციური მეთოდოლოგიები ჩაანაცვლოს. სხვა შორის ხელოვნური ინტელექტიც მათ შორის. ხო, რომელიც ხა ისე ძალიან გვეხმარება, ხო, როგორ დაჩქარდა ხა ჩვენ თვალწინ, ანუ ეს პროგრესი იმის მეცნიერების, ხო? ხა ვინც ჩვენ მსმენელი თუ ესე მუდმივად არადევნებს თვალს ამ სფეროს, უბრალოდ აი ვეტყვი, რომ აი რაღაცა საკითხები, რომლებიც აი მაგალითად მოლეკულურ დონეზე ხო რაღაცა პროტეინების განლაგება, ასე შემდეგ, აი რომელიც მანამდე ხელით კეთდებოდა და ამაში უზარმაზარი დრო იხარჯებოდა და ადამიანს უამრავი ადამიანი ზოგადად თვეები მუშაობდა ამ საკითხებზე, ახლა პირდაპირ გაგებით 30 წამში შეიძლება დასრულდეს და ამიტომ ეს ძალიან აჩქარებს აი ამ პროგრესს. შენ ახსენე ერთი სერიოზული სიტყვა და არ მინდა ეს გამორჩეს, სტიგმა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკურნალობა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განცდა, რომ იცი რა, მე თვითონ გავუმკლავდები, ბოლოს და ბოლოს ღელვა არის ეს და მეტი არაფერი, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის საკმარისად სერიოზული მენტალური მდგომარეობა, მე დაავადებას არ დავარქმევდი, აშლილობა, ამიტომ ქვია disorder, რომ კლასიკური გაგებით ეს დაავადება არ არის, ეს არის, მაგრამ ძალიან სერიოზული მდგომარეობა არის. არავითარ შემთხვევაში ფსიქიატრის გარეშე არ შეიძლება ამისი მკურნალობა და ფსიქიატრია არის ძალიან სტიგმატიზებული დარგი, ამას თავისი ახსნა აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 80-იან წლებში და კომუნისტების პერიოდში ფსიქიატრია ცუდად გამოიყენებოდა ამ ბანაკში, ხო? და თუმცა
მაინც მე მგონია რომ ის თაობები წავიდა რომლებიც ამას იცნობდა, მაგრამ დღეს სტიგმა მოდის სხვა იმიდან, რა ქვია, მარტივი თეზიდან. გიჟი ხვარა ვარ. აი ეს პრიმიტიული მიდგომა, რომელიც დასავლურმა ცივილიზებულმა სამყარომ ძალიან დიდი ხნის წინ უარყოდა ყველა ნორმალურ ადამიანს პერიოდულად აქვს ხოლმე ფსიქიატრთან რაღაც კონსულტაციები, ხო, ფსიქოლოგთანაც, კლინიკურ ფსიქოლოგებზე მაქვს ლაპარაკი. ასევე მე მგონია რომ აბსოლუტურად არავითარი სამარცხვინო ამაში არ არის. უნდა მოძებნო კარგი ფსიქიატრი, თუ ატყობ რომ ეს პრობლემა არის, ეს არ ნიშნავს რომ შენ გიჟი ხარ და საერთოდ რა ტერმინოლოგია არის ეს ცოტა ვერ ხვდები, არ უნდა მოგერიდოს ამისი და ყველაფერი ეს არის გადაჭრადი და ყველაფერი ეს არის მოგვარებადი. არ ღირს ტანჯვა და ჯოჯოხეთი, მხოლოდ იმისათვის რომ ვიღაცამ არ იფიქროს რომ ვაიმე გიჟი ხوارა ვარ. ამიტომ ძალიან მინდა რომ თუ ვინმე გვისმენს და ვისაც მსგავსი პრობლემა შეიძლება ჰქონდეს, აუცილებლად მიმართოს ფსიქიატრს. სხვადასხვა ხა საქართველოში ცოტა ჩანაცვლებული აქვს ნევროლოგებს აქვს ხოლმე ცოტა ფსიქიატრიული და ესეც მე მგონი მაგის გამო არის. კარგი ნევროლოგები ასევე ხელი მიუწვდებათ ანტიდეპრესანტებს და სწორად ნიშნავენ ხოლმე, რა თქმა უნდა, მაგრამ მე თუ მკითხავ, მაინც ეს არის ფსიქიატრის საქმე და არა ნევროლოგისა, მაგრამ თუ მაინდა-მაინც არ გინდა რომ ფსიქიატრთან მიხვიდე, კი ბატონო, ნუ მიდი კარგ ნევროლოგთან. კარგი ნევროლოგი ან გადაგამისამართებს ფსიქიატრთან, ან უმრავლეს შემთხვევაში იცოდეთ რომ ჩუმად თავის ფსიქიატრ მეგობარს დაურეკავს და კონსულტაციას მიიღებს, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ იყოთ კომფორტულად. რეალურად ეს არის ფსიქიატრების საქმე და არაფერი ამაში სასირცხო არ არის. უნდა მიხვიდეთ და რაღაცა გარკვეულ პერიოდში ნამდვილად დაალაგდება თქვენი ცხოვრება. ლევან, რა კი აი მკურნალობის საკითხებს შევეხეთ, ასევე მინდა ეხლა ჩვენი მსმენელისთვის ერთი პატარა სიახლე ვთქვა, რომ ჩვენს პოდკასტს დაუმეგობრდა ძალიან კარგი პარტნიორი, ეს არის აპლიკაცია Ekimo. აპლიკაცია Ekimo, რომელიც არის ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა, ეხლა გახსნილი მაქვს ეს აპლიკაცია და მოკლედ ვიტყვი რა სიახლეები არის აქ. აპლიკაცია არის ძალიან იოლად გამოსაყენებელი და ინტუიტიური. საჭირო სერვისების პოვნა დაჯავშნა გამოყენება რამდენიმე მარტივ ნაბიჯია შესაძლებელი. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ თუ ექიმთან გინდა ჩაწერა, გჭირდებათ, შეგიძლიათ აპლიკაციიდანვე მოძებნოთ სასურველი სპეციალისტი, მერე დაჯაბნოს შნოთ ვიზიტი და მომსახურებაც მიიღოთ რეგისტრაციაში ლოდინის გარეშე, იმ შემთხვევაში თუ აპლიკაციიდანვე გადაიხდით მომსახურების გადასახადს. აპლიკაციით შეგიძლიათ მართო საკუთარი ჯავშნები, ნახოთ შემდგომში უკვე მიღებული გამოკვლევის შედეგები და სრულ ისტორიასაც გაეცნოთ. სრული დოკუმენტაცია შეიძლება გქონდეთ როგორც თქვენ შესახებ, ასევე თქვენი ოჯახის წევრების შესახებ, იმიტომ რომ შეიძლება რომ ანგარიშები დაამატოთ თქვენი შვილების შესახებ მაგალითად. მაგალითად, ვინაიდან დღეს ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ ნევროლოგიური დაავადებები, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელსაც აწუხებს მაგალითად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კიდურების დაბუჟება და ასე შემდეგ და ნევროლოგთან უნდა კონსულტაცია. ამ შემთხვევაში ექიმს შეუძლია მოძებნოს შესაბამისი ექიმი, დაჯავშნოს ვიზიტი, მოსახერხებელ დროს, რეგისტრაციაში ლოდინის გარეშე ჩაუტარდეს კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში ჩაიტაროს გამოკვლევები, პასუხები მიიღოს ისევ აპლიკაციაში და თუ ექიმმა რამე მედიკამენტების დაუნიშნა, დანიშნული მედიკამენტები საფთიაქო კალათაში გადაიტანოს და შეკვეთა ერთი თის დაჭერით ან მივიდეს უკვე სახლში, ან აფთიაქიდან გაიტანოს. ექიმოს კიდევ ერთი ძალიან პრაქტიკული ფუნქცია Ebex Labs ბინაზე გამოძახება, ანუ ანალიზებისთვის ყოველთვის კლინიკაში მისვლა არ იქნება საჭირო და ასევე შეგიძლიათ რომ დისტანციურად ისალგებლოთ კონსულტაციებით ისევ აპლიკაციიდან. აპლიკაციაში ასევე ხელმისაწვდომია ფასტაკლებები, რომლებიც Ebex-ის კლინიკებში მოქმედებს. მათ შორის არის საქართველოს ბანკის Healthy Club-ის, მოსწავლეების და სტუდენტებისათვის განკუთვნილი პროგრამები. Liberty Bank-ის სოციალური ბარათის მფლობელებისათვის არსებობს ასევე შეღავათები, რომელთაც შეგიძლიათ თუ აპლიკაციიდან ისარგებლოთ და ასევე Ebex-ის შიგნით არსებულ სხვადასხვა სერვისებზე. ხელმისაწვდომია როგორც App Store-ში, ისე Google Play-ში და შეგიძლიათ გადმოიყენოთ სადოთ და დიდი მადლობა Ekimos აი ამ სერვისების შემუშავებისთვის და დიდი მადლობა მათ ჩვენთან მეგობრობისა და პარტნიორებისთვის. ერთ სიტყვას დავამატებთ შეიძლება, იმიტომ რომ Ekimo ჩვენი პარტნიორი იყო, როდესაც მე მიმყავდა ჩემ კოლეგებთან ერთად არშილ მარშანიასთან და სოფო ჯაფარიძესთან ერთად მთავარ დიაგნოზში სამედიცინო გადაცემა და ჩვენი პარტნიორი იყო და ძალიან მიხარია რომ ვუყურებ რომ ასე დინამიკურად ვითარდება, ხა ჩვენ ლაპარაკობთ ტექნოლოგიების განვითარებაზე, მაშინ ჩვენ სხვანაირად სხვანაირ სერვისებს ვაწვდით მაყურებელს და დღეს ხედავ რომ გაცილებით უფრო მეტი სერვისი არის და ძალიან მიხარია რომ ასე ვითარდება საქართველოს
საქართველოში და ეს ამბები. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე გარშემო ხო საჩივრები ამ ჯანდაცვის სისტემის მიმართ პაციენტის გამოცდილების თვალსაზრისით და აი ეს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ აპლიკაციაზე, ცდილობენ რომ აი ამ გამოცდილებებს მოერგონ და ის დანაკლისები შეავსო. და გუნდი არის ზუსტად ვიცი. ხო და აქვე ვეტყვი ხო ჩვენს მენელებს, რომ მე მათ რო ვესაუბრე, ისეთი სიახლეები იგეგმება, რომლებიც ახლა ვერ ვისაუბრებთ, ასაკვირველია, რომლებიც ნუ კიდე უფრო მეტ სარგებელს მოიტანს ამ აპლიკაციის მომხმარებლებისთვის და ხო ისეთი რაღაცა ღირებულების ადამიანები არიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება. და ლევან ამ თემას სანამ ბოლომდე ჩავხურავთ, რაკი მკურნალობაზე ვისაუბრეთ, ხო? აი ფსიქოთერაპიის როლზეც რო არ ვთქვათ ახლა ეგეც არ გამოვა, ხო? ფსიქოთერაპია დღეს მაინც ისევ რჩება რა, ისევ რჩება ოქროს სტანდარტად, ხო ესეა? მე ვიტყოდი რომ სამწუხაროდ. ანუ კიდევ ერთხელ როგორც ანტიდეპრესანტების დაკნინება არ შეიძლება, ასევე რა თქმა უნდა არანაირად არ შეიძლება ფსიქოთერაპიის დაკნინება, მაგრამ სამწუხაროდ ვამბობთ, იმიტომ რომ ადამიანები ან მხოლოდ ფარმაკოლოგიას მიმართავენ, ან მხოლოდ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს მიმართავენ. აი ჩემ გარშემოც ეგრეა. ხო, აი სამწუხარო არის ეს, იმიტომ რომ დინამიკა პროცესისა რომ წარმოვიდგინოთ არის ესეთი, შენ გაქვს, რადგან დღეს ახლა შფოთვითი აშლილობებზე და მასთან დაკავშირებულ დეპრესიაზე გვაქვს ლაპარაკი, წარმოვიდგინე რომ შენ გაქვს შფოთვითი აშლილობა წლების განმავლობაში, რომელიც კიდე არ გინდა გადადის შემდეგ დეპრესიაში, თუ ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგად დარეგულირებული, ხო? და მიდიხარ მხოლოდ ფსიქოლოგთან. და ნუ ის ფსიქოთერაპიის სხვადასხვა სკოლები არსებობს, ის რა თქმა უნდა გეხმარება, რა თქმა უნდა რაღაცა გარკვეულ შვებას გაძლევს, მაგრამ პრობლემა რჩება წლების განმავლობაში. სტატისტიკა, მსოფლიოს სტატისტიკა ამას ანახავს, მარტო საქართველოსი არა. ან მეორე ვარიანტი ავიღოთ. მიდიხარ შენ ფსიქიატრთან, ან საქართველოში უმრავლეს შემთხვევაში როგორც ვთქვით ნევროლოგთან, მაგრამ ჩავთვალოთ რომ მიდიხარ ფსიქიატრთან, ის გინიშნავს მკურნალობას, შენ რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს შვებას გაძლევს, ფსიქიატრი აუცილებლად გეუბნება რომ იცი რა ფსიქოთერაპიაც ჩართე, შენ ძალიან დიდი ბოდიში ამ სიტყვის, მაგრამ ფეხებზე იყიდებ ექიმის რეკომენდაციას და მარტო აგრძელებ ფარმაკოლოგიას, ხო? მაგრამ ეს წლების განმავლობაში იღებ ანტიდეპრესანტებს, კარგად ხარ, მაგრამ თლად კარგად არა. ყველაზე კარგი შედეგი არის, რომ ფსიქიატრი გინიშნავს ანტიდეპრესანტებს და მასთან დაკავშირებულ წამლებს, არავინ გაიგოს რომ მარტო ანტიდეპრესანტი არის, იქ შეიძლება თქვა სხვა დამაწყნარებლებიც იყოს, ტრანკვილიზატორებიც, გააშინა შფოთის ხარისხს და ამ დროს შენ 3-დან 6 კვირის განმავლობაში, როდესაც ანტიდეპრესანტი დაიწყებს კარგად მუშაობას, შენ ხდები ადეკვატური. ამ დროს ხდები ყველაზე უფრო კარგი მასალა ფსიქოთერაპიისათვის. აი ამ დროს უნდა მიხვიდე და აი ეს ორი ადამიანი, ორი სპეციალისტი ერთმანეთთან თუ არის დაკავშირებული, ძალიან კარგი არის და თუ ეცინი მკურნალობენ რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შენი მკურნალობა წყდება და გადადიხარ ისევ ნორმალურ რეჟიმში ცხოვრებისა. მე რეჟიმზე მაქვს ლაპარაკი, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმზე. გაცილებით უფრო ეფექტური არის. ამიტომ საჭიროა ამათი სინთეზი და ერთი რამ მე არ მესმის სხვათა შორის ბავშვობაში მე ასევე ხა ბებია კი ექიმი ყავდა, მაგრამ ბებიის და ფაქტიურად დეიდაშვილი და ასევე ფსიქიატრი იყო და ფსიქიატრების მთელი პლიადასაც ვიცნობდი ბავშვობიდან, ხო? ჯერ კიდე აი პირველი ავლი ბზურაბაშვილის მოადგილე იყო ბატონი ევტიხი გობრონიძე, რომლის ოჯახში ფაქტიურად გავიზარდე, ასევე ნუ ბევრი ადამიანი, ნინა ჩხეიძე, მზია გოგიჩაშვილი, უამრავი ადამიანი შეიძლება დამასახელო, რომელიც ჩემ გარშემო იყო ნათალ რუხაძე, ასეთი ქალბატონი, რომელიც კეკელიძეზე, მაშინ ეგრეთ წოდებული MVD-ს პოლიკლინიკას ეძახოდა და იქ იჯდა, ბებიაჩემის მეგობარი იყო, რომელიც იყო ექიმი ფსიქოთერაპევტი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ეხლა დღემდე ვიკვლევ ფსიქიატრებთან და ვეუბნები რომ რატომ ჩაანაცვლეს ფსიქოლოგებმა, მე რა თქმა უნდა ფსიქოლოგიის წინააღმდეგი არაფერი არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის როგორც ბიოლოგისათვის, ხო, ფსიქიატრის აკადემიური განათლება, რომელიც ტვინსა და ფიზიოლოგიას იცნობს, გაწილებით უფრო უსაფრთხოდ მიმაჩნია ფსიქოლოგიური, ფსიქოთერაპიული, ასე ვთქვათ, მეთოდით მკურნალობისა, ვიდრე, ნუ, ჩვეულებრივ დღევანდელი ფსიქოლოგები საქართველოს სკოლას გულისხმობ. ამიტომ ფსიქოლოგია სამეცნიერო განათლების ნაწილი არ არის. აი ზუსტად მაგაზე მაქვს ლაპარაკი. კიდევ ერთხელ არც ერთმა ფსიქოლოგმა არ მინდა გაიგოს ცუდად, რასაც ვამბობ, მაგრამ როდესაც შენ მუშაობ
ისეთ სერიოზულ პრობლემებზე, როგორიც არის შფოთვითი აშლილობა და ღრმა დეპრესია, ამ შემთხვევაში შენ უნდა იცნობდე, აკადემიური განათლება უნდა გქონდეს, არ არის საჭირო რომ წამალი გამოწერო, შენი ფუნქცია არ არის, მაგრამ უნდა იცნობდე რამდენიმე სტრუქტურას მაინც ტვინისას და უნდა იცოდე როგორ მუშაობს ეს და როგორ body mind რასაც ქვია, ხო, ტვინისა და სხეულის კავშირებიც როგორ ხდება, იმიტომ რომ დეპრესია არ არის მარტო თქვა ტვინში მიმდინარე პროცესი, ეს ენდოკრინული პროცესია, ასე ჩათვალეთ ანთებითი პროცესი შეიძლება იწვევს და ნაწლავის ბიომიც კი ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს. ამიტომ შენ მეტნაკლებად ფიზიოლოგია კარგად უნდა იცოდე და ამაზე უნდა გქონდეს დამყარებული, ამაზეც უნდა გქონდეს დამყარებული შენი ფსიქოთერაპიული მეთოდი და შეარჩიო რომელიმე სკოლა. ამიტომ, როდესაც შენ ფსიქიატრთან ერთად მუშაობ, ფსიქოთერაპევტი, და თქვა არა გაქვს სამედიცინო განათლება, რასაც ის ამბობს, ეს უნდა გესმოდეს და მასზე დამყარებული მეთოდი უნდა შესთავაზო პაციენტს. აი ეს ნაკლებობა დღეს საქართველოში გვაქვს. როდესაც ჩემი მეგობარი მაგალითად მინდიგა ბიჩოზე, რომელიც ამერიკაში არის და რომელსაც ჩააბარა და თავიდან ისწავლა კლინიკური ფსიქოლოგია, ის ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ის მედიკი არ არის, ძალიან ღრმა სამედიცინო კრედიტები დაიწერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ისწავლა და მე ვიცი უბრალოდ მასთან ახლა ამერიკაში ნამყოფიც ვარ, ნამუშევარი გვაქვს ერთად და ვიცი მისი ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ახლა რომ მოდაში ეს სიტყვა ბექგრაუნდი, ის ფსიქოლოგია არის, კლინიკური ფსიქოლოგია არის, მაგრამ ძალიან ღრმა განათლება აქვს ასევე სამედიცინოში არა, მაგრამ ტვინის ფიზიოლოგიაშიც. და ესეთი მიდგომა, რომელიც დასავლეთში არის, გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ის, რაც ჩვენთან არის და ნუ ეს ჩვენთან უბრალოდ განათლების სისტემისა და ჯანდაცვის სისტემის ბევრი წუნის გამო არის გამოარსებობს. თუმცა ვითარდებით, თუმცა ნელ-ნელა ესეც მოგვარდება, მე იმედი მაქვს. და პროფესიონალები ბევრი ყავს კარგი და ნამდვილად ფსიქოლოგებიც მათ შორის ძალიან კარგი პროფესიონალები ყავს, რა თქმა უნდა, რასაც ვლაპარაკობ, მე ეს არანაირად არ ეხება რომელიმე კონკრეტულ სკოლას, ან კონკრეტულ ფსიქოლოგს, ან რომელიმე კონკრეტულ ფსიქიატრს. ყველგან არის წუნი. ცუდი ფსიქიატრიც არსებობს, ცუდი ფსიქოლოგიც არსებობს, ცუდი ბიოლოგიც არსებობს, ცუდი კომპეტენციების გამიჯვნის საკითხი არის. მარტო ამ მიმართულებით არ აქვს ადამიანებიც ეს ხშირად იბნევიან ხოლმე ამაზე თვითონ ფსიქოლოგების, ფსიქიატრების ხშირად საუბრობენ, ეს მომისმენია ჩვენთანაც საუბრიათ პოდკასტებში და სხვა პოდკასტებში მომისმენია, რომ აი კომპეტენციები რო ესე არ არის კარგად გამიჯნული, მაგრამ ეს მარტო ამ დარგში არ არის, ხო? იგივე მედიცინის შიგნითაც უამრავ მიმართულებაში ეს კომპეტენციების საკითხი გამიჯნა პრობლემური. იცი ერთი მით კიდე ისევ მინდა რომ აი ტვინის ნაწილში დაუბრუნდე და შენ წეგან საუბრობდი იმაზე რომ აი ეს მექანიზმები რაც არის სეროტონინის შემთხვევაში რაზეც ვლაპარაკობდით ხო და აი დეპრესიის შემთხვევაში მექანიზმი იგივე არის რაზეც წეგან საუბრობდი თან დაახლოებით ხო და აი ეს ადრე რო იყო რომ ეს ქიმიური დისბალანსი ხო ეს ნივთიერებების რაღაცა აი როცა მასეთი ხედვა არსებობს რომ ეს არის ქიმიური დისბალანსი დეპრესიის გამოწვევის დეპრესიისა იმას გულისხმობ დერაზეც შელაპარაკობ თუ აქ რამე სხვა თეორიებია რომ სადაც სხვა ნივთიერებებზეა საუბარი ერთი წამყვანი ეგ არის, რა თქმა უნდა, სეროტონინის ნაკლებობა, მაგრამ ეს მარტო სეროტონინის ნაკლებობა შეიძლება არ იყოს და ეხლა ვახსენეთ რამდენიმე სხვა ფაქტორი და ამ თანამედროვე კვლევებმა მაგალითად აჩვენა ძალიან ბევრი რამ. ეხლა უყურე, ანთებითი პროცესი ავიღოთ, რომელიც მიმდინარეობს ნებისმიერი ტიპის ანთებითი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმში, ხო? მისი კლინიკური გამოვლინება ძალიან გავს დეპრესიული მდგომარეობის კლინიკურ გამოვლინებას. აქ კვლევარები დაფიქრდნენ, რომ რაიმე კავშირი ხომ არ არის ამ შემთხვევაში და რამე სხვა ბიოქიმიური პროცესები კი. ქრონიკულიზმ მწვავეც, აი ნებისმიერი, მაგალითად, აი მწვავე რაღაცის ანთება გაქვს, აი არ ვიცი ხა რა მოვიგონო, ძალიან ისეთი ხატოვანი მაგალითი რო ვთქვათ, მაგალითად გაქვს ფურუნკულოზი და გაქვს 1-5-6 რაღაცა ეგრეთ წოდებული ძირმაგარა სხეულზე, ხო? და ნუ აი ძალიან ძიმე მდგომარეობაში ხარ. ავიღოთ ეს რა კლინიკური ნიშნები გაქვს ხო გარდა იმისა რომ გტკივა ესა ხო ხარ მოღვენთილი ვერ კონცენტრირებ ვერაფერს ვერ იმახსოვრებ ცუდ ხასიათზე აპათიური და ასე შემდეგ ანუ ძალიან გავს კლინიკური გამოვლინება ანთებითი პროცესისა რაღაცა გარკვეული კლინიკური ნიშნები ძალიან გავს დეპრესიულ მდგომარეობას ეს იყო ბიძგი როდესაც დასვეს კითხვა რომ რაიმე კავშირი ხო არ არის ესე იგი მარტო ის ესე იგი სხვა ბიოქიმია ხომ არ არის აქ ჩართული რომელიც შესაძლებელია და ეს დღემდე კვლევის საგანი არის სხვადასხვა რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ პროცესებთან რაც მინდის თავის ტვინში ეხლა არ მინდა წინ გავასწორო მოვლენებს მაგრამ აღმოჩნდა რომ კი არის ასევე ჩვენი მიკრობიომი ანუ ნაწლავების მიკრობიომი ხო აღმოჩნდა რომ ძალიან დიდი რაოდენობის ნივთიერებები რომლებიც გამოიყოფა მოქმედებენ ჩვენ ტვინზე რომელიც შესაძლებელია
იწვევდნენ სხვადასხვა ტიპის მენტალური ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს უკვე ცოტა სხვა მიმართულება არის, ვიდრე ის კლასიკა ჩვენაც წარმოგიდგენია მონოამინების, ანუ იმისი, რა ქვია, მედიატორების სინაფსებს შორის, ასე ვთქვათ, სეროტონინის არეალის ფართოვდება. ხო, ანუ ფართოვდება და ეს კარგია, იმიტომ რომ ხდება უცებ ახალი მიზეზების აღმოჩენა და პასუხი ეცემა კითხვას, რატომ მხოლოდ ანტიდეპრესანტები ვერ კურნავენ ბოლომდე? აი თურმე იმიტომ რომ ესეც არის ჩართული, თურმე იმიტომ რომ ესეც არის ჩართული და რამდენიმე წელიწადში სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჰოლისტიკური მიდგომით, აი სხვადასხვა ფიზიოლოგიური მექანიზმები, რომლებიც იწვევს ტვინში რაღაცა გარკვეულ ცვლილებებს, იქნება აღმოჩენილი წინწასული და ტვინი არის ძალიან პლასტიკური რამ. აუცილებლად სწავლობს, აუცილებლად ექვემდებარება და გაცილებით უკეთესად ფუნქციონირებს, მორფოლოგიურად იცვლება იმის და მიხედვით შენ გარემოდან როგორ დაეხმარები მას. ამიტომ პასუხი კითხვაზე არის სხვადასხვა ბიოქიმიური მექანიზმები არსებობს, თუ ეს იყო კითხვა, არა მარტო ნეირომედიატორები, არამედ სხვა ბიოქიმიური მექანიზმებიც არსებობს, რომელიც შეიძლება ორგანიზმის სხვა წერტილებში წარმოიშვას, მაგრამ დიდი გავლენა მოახდინოს ტვინზე და ის რომ ესე იგი დეპრესიის იქნება თუ შფოთვითი აშლილობის ადგილი ტვინი არის, ახლა ამაზე ლაპარაკი არ არის. აი, შფოთვაზე და დეპრესიაზე რო სალაპარაკობთ, ხო, ისინი ხშირად წეგან შენც ახსენე, რომ ერთად ვლინდება და საბოლოო ჯამში ამას ახლა როგორ ხედავთ, ესენი არის ერთი იგივე პრობლემების, ბიოლოგიური პროცესის განსხვავებული გამოვლინებები, თუ სრულიად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დაავადებები. ორივე დადებითი პასუხი არის, ანუ ცალკე ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ შეიძლება ესე იგი შფოთვითი აშლილობა თუ განვითარდა შფოთვითი აშლილობა და დიდი ხნის განმავლობაში ის არ არის ნამკურნალები, ის შესაძლებელი და მაღალი ალბათობით დეპრესიაში გადაიზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ დეპრესია აუცილებლად შფოთვითი აშლილობის შედეგად არის გამოწვეული, იმიტომ რომ დეპრესია სხვადასხვა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს. ასევე არ ნიშნავს, რომ შფოთვითი აშლილობა აუცილებლად დეპრესიით დამთავრდება, მაგრამ სტატისტიკა ისე ხშირად აჩვენებს აი ამ ორი აშლილობის მჭიდროდ ერთმანეთში ყოფნას, რომ პრაქტიკულად დღეს უკვე აღარ სვავს ფსიქიატრი კითხვას, რომ ესე კითხვა ეწყობა სხვანაირად. რა ტიპის დეპრესია არის, რა ბაზაზე არის ეს განვითარებული, ხო? და აქედან იწყება ხოლმე საუბარი და ის რომ შფოთვითი აშლილობა, უმკურნალო შფოთვითი აშლილობა წლების განმავლობაში შესაძლებელია გადაიზარდოს დეპრესიაში, ამას წყალი არ გაუვა და ხშირ შემთხვევაში შფოთვითი აშლილობა განიხილება როგორც დეპრესიასთან ერთად ყოფი, ერთ კომპლექსში მყოფი მოვლენა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ იმას თავისი კლინიკა აქვს, ამას თავისი კლინიკა აქვს, მაგრამ ძალიან ხშირად პრინციპში ერთმანეთთან არიან შეჭიდულები და ხანდახან ხატოვნად მეშინია ახლა ვთქვათ, არ შევიჭრა ფსიქიატრების, არ გამიწყდნენ ფსიქიატრები, მაგრამ ხანდახან აი შფოთვით დეპრესიასაც კი ეძახიან ხოლმე. თუმცა მე მგონი ეს სწორი ტერმინი არ არის, მაგრამ ნუ აი იმის საჩვენებლად, რომ უმკურნალო შფოთვითი აშლილობა ხშირად დეპრესიაში გადაიზრდება ხოლმე და შფოთვითი აშლილობის მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დღევანდელი რომ არის ანტიდეპრესანტი, ზუსტად ამისი დამადასტურებელია. ანტიდეპრესანტი შფოთვას ხსნის და დეპრესიასაც. ანუ ფაქტია, რომ ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში, ორგანულ კავშირში არის. ხო, ანუ ხო, ხა ეგ უნდა მეკითხა და შენ თქვენ უკვე ახსენე და მაშინ აი ესეთ რაღაცას კითხავ კიდე რომ აი ეს ქრონიკულად აი რაღაც დიდი სტრესი, დიდხანს ნერვიულობა, ხო, მე როცა ამბობენ ხოლმე რომ აი გამოიფიტაო, ემოციურად გამოიფიტაო ადამიანი, ხო, აი ამ დიდი სტრესგან, აი ეს რაღა ფენომენია მაშინ. ვიცი რა, ტვინი დარდის შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სტრესი და შფოთვა ჩვეულებრივ შემთხვევაში ნორმალურ პირობებში ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა, რომელიც ჩვენ გვიცავს. თუ ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება და თუ არის ფუჭი იმ გაგებით, რომ ჩვენი ტვინი ხედავს საფრთხეს იქ, სადაც საფრთხე არ არის, რაღაცის გამო, ეს არის ძალიან ძვირი ფენომენი. ანუ ენერგეტიკულად ძალიან ძვირი უჯდება ეს ორგანიზმს და ტვინს. და ბუნებრივია, კარგი სიტყვა ახსენე, გამოფიტვა, ბუნებრივი ამბავი ხდება და ძალიან ისეთი უცებ მომივიდა ახლა ეს მაგალითი თავში, რომ შენ იცი რომ თქვა პირობითად ერთი თვის განმავლობაში გაქვს $100, რომელიც უნდა დახარჯო, ხო? და შენ იწყობს გარემო პირობები ხელს, რომ ამ $100-ით შენ მინიმალურ მოთხოვნილებებს საკმაყოფილებ და ჩვეულებრივად ცხოვრობ, დავუშვათ. და უცებ
შენ თავზე გატყდება პრობლემები, რომლებიც არის $200-ისა. ხო? შენთვის ეს ხო ძალიან ძვირი ხდება და შენთვის ხო ეს ძალიან რთულია სატანი ხდება და ხდება შენთვის აი სრულიად არაადეკვატურ სიტუაციაში მოხვედრა და იწყებ არაადეკვატურ ქმედებებს. აი ეს არის შენი გამოფიტვის ერთ-ერთი ძალიან ისეთი ხატოვანი ბაზა. ანუ ტვინის მუშაობა ის როგორც კი გადის სტანდარტული მდგომარეობიდან ხდება ძალიან ძვირი, გიჯდება ძალიან ძვირი და ამისი შედეგი არის შენი გამოფიტვა. ოღონდ მარტო ტვინის არა, იწყება რა თქმა უნდა ტვინისა და ფიზიკური გამოფიტვაც კი. შენი ძილი ირევა, შენი მადა ირევა, შენი ხასიათი ირევა, შენი ემოციები ირევა, ეს ყველაფერი ძალიან რთული ხდება და პრაქტიკულად გამოფიტული ხდება და კარგავ ინტერესს ცხოვრებისადმი. ეს უკვე ძალიან საშიში სტადია არის, რა თქმა უნდა და ამას სერიოზული მიხედვა უნდა. აქამდე არ მიყვანა არის ორგანიზმისა საჭირო. და აი რა ამბობი ხოლმე რომ სტრესი კლავსო. ხო, აი ნეირომეცნიერების თვალსაზრისით ახლა მაგ პერსპექტივიდან შესაძლებელი არის, რომ აი ქრონიკულ სტრესს ესეთი ტიპის გავლენა ქონდეს ადამიანის ორგანიზმზე საბოლოო ჯამში? კი. შეიძლება ქონდეს, ოღონდ ახლა არ მინდა სტრესი კლავს არასწორი გაგებარი, იმიტომ რომ სტრესი კიდევ ერთხელ ხაზს ვსვამ, რომ მოკლებადიანი სტრესი ძალიან მნიშვნელოვანი ევოლუციური რამე არის და ის უნდა არსებობდეს. მაგრამ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა ორგანიზმისა იწვევს კორტიზოლის დაგროვებას, დიდი რაოდენობის სტრესული ჰორმონისა, რომელიც თავისთავად კარგია, ახლა როდესაც შენ რეაგირებ, იმიტომ რომ შენი კორტიზოლი გამოიყოფა და საშიშროებაზე რეაგირებ, მაგრამ როდესაც ეს მუდმივად ხდება ამისი გამოყოფა, ისევ ტვინის პლასტიკურობის გამო ტვინის სტრუქტურებიც იცვლება და არა მარტო ტვინის სტრუქტურები. იცვლება სისხლძარღვები, იცვლება სისხლის მიმოქცევის სისტემა, გაგიკვირდება და შესაძლებელია წარმოიშვას სისხლძარღვებში ფოლაკები, რომელიც ტრადიციულად წარმოიშვება ხოლმე ჩვეულებრივად ტრიგლიცერიდების, იმისი რა ქვია, ქოლესტერინის, ცუდი ქოლესტერინის დაგროვების გამო, თითქოს არავითარი კავშირი არ უნდა არსებობდეს, ხო? მაგრამ რეალურად ხანგრძლივი კორტიზოლი მიდის ხოლმე სიცოცხლისთვის საშიშ ფიზიოლოგიურ მდგომარეობამდე და შეიძლება კლავდეს და მე ამის საუკეთესო მაგალითი ვარ. იმიტომ რომ კარგა ხნის განმავლობაში მიუხედავი შფოთვითი აშლილობები შემდეგ გადამეზარდა დეპრესიულ სინდრომში შეიძლება ასე ითქვას დიდი ხნის განმავლობაში და სტრესი მქონდა ძალიან დიდი აი ესეთი კარგა გვარიან დონეზე იყო დაგროვილი ვატყობდი ქრონიკულად მორეციდივე კი და 4 წლის წინ აი პირდაპირ ვიგითხრა მგლიჯა ინფარქტმა ოღონდ ჩემმა კარდიოლოგებმა როდესაც გამოვიკვლიეთ ეს ყველაფერი და ვთქვათ 5 სტენტი მაქვს ჩადგმული იმიტომ რომ შევიწროებული იყო რა თქმა უნდა სისხლძარღვები ესეთი ქრონიკული ცვლილება ცუდი ქოლესტერინის აგროვების კუთხით ვერ აღმოაჩინეს ჩემთან. სავარაუდოდ ეს იყო კორტიზოლის ძალიან მაღალი დონის შედეგად რაღაცნაირად არა პირდაპირ არა კლასიკური ინფარქტის გამოწვევის მიზეზი. ყოველ შემთხვევაში ჩემი კარდიოლოგები ასე ამბობენ და ეს ძალიან ახლოს დგას იმ ლოგიკასთან, რაც დღეს თანამედროვე მეცნიერები, არა მარტო ნეირომეცნიერები. კი. იმიტომ რომ შეიძლება ეს რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი გამოვლენა არის, რომ შეიძლება რა თქმა უნდა ადამიანი მოკლას, ოღონდ არ არის აუცილებელი რომ ინფარქტი დაგემართოს, შეიძლება სხვადასხვა რაღაცის გამო. ფსიქოლოგიური დამძიმების გამო და სუიციდები მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის, რომელიც დეპრესიებთან არის ძალიან კავშირში. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც თუ შევხედოთ, რა თქმა უნდა ეს კლავს ადამიანს თუ ამას არ მიხედავ. კი, შენ ახსენე რომ აი ფიზიკურ დონეზე ცვლის ტვინის სტრუქტურასო და როცა ეს ნეგატიურია ესეთი ტიპის ცვლილებები, ამის გამოსწორების მექანიზმი არის მისი ნეიროპლასტიკურობა? კი. ნეიროპლასტიკურობა ზუსტად ის შვება არის, ასე ვთქვათ, ევოლუციურად მოტანილი შვება კი არა, ის ჯილდო, რაც ნებისმიერ ძუძუმწოვარს და რა თქმა უნდა ადამიანს და ადამიანის გავს მაიუნებს ჯილდოთ ერგო ევოლუციისაგან ნეიროპლასტიკურობა არის ამისი თვითონ ტვინის სტრუქტურები ფიზიკურად იცვლებიან და ახლებურად იწყებენ ფუნქციონირებას. როდესაც შენ გადაჭრის ახალ გზებს შესთავაზებ და ნეიროპლასტიკურობა ერთი მხრივ ცუდი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მან შეიძლება მისი ცვლილება ტვინის სტრუქტურული ცვლილება გამოიწვიოს და შენ ჩაგდოს დეპრესიაში, მაგრამ თუ ხელს შეუწყობ ის აღდგენის საშუალებასაც იძლევა. აი პლასტიკურობას მთელი ფენომენი და მთელი არაჩვეულებრივი ამბავი ტვინის ნეიროპლასტიკურობისა ზუსტად ამაში მდგომარეობს. ამიტომ ტექნოლოგიების წინწასვლა, მედიცინის წინწასვლა, ფარმაკოლოგიის წინწასვლა, ფიზიკის
ბიოლოგიის წინსასვლა და მედიცინის წინსასვლა არის არის ესე იგი არა მარტო აუცილებელი, არამედ ეს ეფუძნება ზუსტად აი ამ ტვინის პლასტიკურობის ჯილდოს, რომელიც ევოლუციამ მოუტანა ადამიანს. ამიტომ რატო ვარ ესე ოპტიმისტურად განწყობილი, როდესაც ტვინზე არის ლაპარაკი, ხო? იმიტომ რომ როგორც კი შენ ბევრს აღმოაჩენ და ხელს შეუწყობ, შენი ტვინი მოერგება და არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა. ამიტომ ვფიქრობ, რომ არც ეხა ძალიან არ მინდა რომ თავხედობაში ჩავმართოს მაყურებელმა, მაგრამ მე მჯერა რომ ღრმა ფსიქიკური აშლილობების დაავადებებიც კი თუნდაც ისეთი მძიმეც, როგორც არის მაგალითად შიზოფრენია, განკურნებადი იქნება. იმიტომ რომ ისეთი დინამიური წინსვლა აქვს მედიცინას, ისეთი დინამიკური წინსვლა აქვს ნეირომეცნიერებას და ფიზიკაც და აქ შემთხვევით არ შემოყავს ფიზიკა, იმიტომ რომ დიაგნოსტიკა, ჩვენი დიაგნოსტიკური აპარატურა, ხო, სულ ფიზიკური მებზე არის დამყარებული, კაცო. ერთი, რა ვიცი მე, 10 წლის წინ ვის წარმოედგინა, რომ მაგნიტური რეზონანსით დავინახავდით ასეთი მაღალი გარჩევათობის იმას, რა ქვია, ქსოვილებს, არა? ვერავის ვერ წარმოედგინა ეს, მანამდე რენტგენზე ვიყავით. ან რენტგენი რამხელა წინსვლა იყო თავის დროზე. როგორც აი წლის წინ წარმოიდგენთ მაგას, რომ რენტგენი თელეფში გამოსა ინახავ. ბოლოს და ბოლოს. კედლებს დაინახავთ. სურა, ბოლოს და ბოლოს მაცივარი. რომა იყო მაცივარი, რამდენად გაახანგრძლივა მან ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ ვინახავთ ხორცს, საყინულეს შეგვიძლია ხორცი შევინახოთ თვეების განმავლობაში, ხო? ანუ აღახო ძალიან შეცვალა ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობის კუთხითაც. ამიტომ რო დაუბრუნდე ის მენტალურ ჯანმრთელობას და ფსიქიკურ მდგომარეობას და ტვინის პლასტიკურობას და პარალელურად წინსვლას მეცნიერებისა და ტექნოლოგიისა, დარწმუნებული ვარ, რომ და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასაც დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესი ის დაავადება, რომელიც დღეს გვიგოჩნია, რომ აბსოლუტურად შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, მათ შორის შიზოფრენიის, მაგალითად ბიპოლარული აშლილობის, ხო? ისეთივე მართვადი გახდება, როგორც მაგალითად შფოთვითი აშლილობა არის დღეს და დეპრესიაც. სრულიად დარწმუნებული ვარ ამაში და აი ძალიან თუმცა არ ვიცი რამდენ ხანში. იქნება 5 წელიწადში თუ 10 წელიწადში, ოღონდ ეს იქნება. კი, როცა ბიზნესებს ამცვლილებებს ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა ნეიროგანვითარებითი და ესენი დარღვევები ხო, რომლებზეც იმდენად მულტი პროფილურგი არა და რა ქვია მაგას, ფაქტორულია, რომ ვერ ვკიდებთ ხელს ვერსად, რომ რაღაცა ინტერვენცია ეფექტური შევქნათ და ამ შემთხვევაში უფრო წინ ვართ რამდენიმე ნაბიჯით, ვიდრე ისეთ შემთხვევებში. ეხლა ჩვენ დღეს აქ ვისაუბრეთ აი იმ გავლენებზე, ხო, რომლებიც აქვს აი ამ შფოთვითი აშლილობა, სტრესს, ეს გავლენები არის ნეგატიური ჩვენს ორგანიზმზე ამ შემთხვევაში და ევოლუციამ რატო არ გააქრო ისინი, თუ კი ესეთი ცუდია? იცი, მაგაზე ერთი ბიოლოგიური პასუხი არსებობს, ევოლუციის ამოცანა არ არის ცუდი და კარგის გაქრობა, ევოლუციის ამოცანა არის ცოცხლად გვამყოფოს. თუ რაღაცა არ გკლავს იმ წუთში და შენი გენების გადაცემა შეგიძლია, ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ევოლუციურად, შესაძლებელია აღმოიფხვრა, შესაძლებელი არა. ამიტომ ადამიანი, რომელიც Homo sapiens თუ ავიღებთ და არა ადამიანის წინაპრებს, ხო? მაგალითად დმანიში ნანახის ზეზოა 1.800.000 წლის არის, მაგრამ ადამიანი Homo sapiens-ი მის შემდეგ წამოსული, ხო? მხოლოდ 200.000 წელია, რაც ჩვენ ვარსებობთ. 200.000 წელი ევოლუციურად ძალიან მოკლე პერიოდი არის, აი იმისოთ რომ ვილაპარაკოთ, რომ იცი რატო არ აღმოიფხვრა. ვერ აღმოიფხვრა, ჯერ 200.000 წელი ძალიან ცოტა არის და არ არის ევოლუცია მომართული იმაზე, რომ ისეთი რამ გაცხრილოს, რასაც შენ არ გაძლევს საშუალებას გადარჩე იმ წუთში. შენ თუ ტოვებ შენს გენებს, შენი გარემო თუ ვითარდება ისე, რომ აი ეს გენები ამ გარემოსთან არის რაღაცნაირად მორგებული, არაფერი არ გაიცხრილება. ანუ ევოლუცია არასწორად სვამენ ხოლმე კითხვას, ეხლა ამ შემთხვევაში სწორად იყო დასმული რა თქმა უნდა შენი კითხვა, იმიტომ რომ კითხვა თავისთავად არ შეიძლება იყოს არასწორად. შინაარსობრივად არასწორ აქცენტს აკეთებენ ხოლმე. ევოლუცია რატო არ გარიცხა? კიდევ ერთხელ, ევოლუციის მთავარი მიზანი არის გენის გადაცემა და შენი ცოცხლად შენარჩუნება. ტვინისა უფრო სწორად ევოლუციამ, რომ შენი გენი გადაარჩინოს. შენ თუ გენის გადაცემა მოასწარი,
პოპულაციაში, ხო? შენ გინდა დეპრესიული იყავი, გინდა ის იყავი, რა ქვია, შფოთვითი აშლილობა გქონდეს. შენი გენი გადავიდა, გარემო ისევ ისეთია და ანუ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა ისევ ადგილზე არის. ამიტომ ამ კუთხით არ შეიძლება განიხილო, რომ რადგან ცუდია, უნდა გაიცხრილოს, ეგრე არ არის. ეს მაგრამ ეს შფოთი სტრესი ამ შემდეგ ეს ხო თან ერთის მხრივ ევოლუციურად მნიშვნელოვანი საჭიროც არის, ხო? გადარჩენისთვის ამ შემდეგ რაღაც. და აი ესეთი სმენია გამიგია ამბობენ ასე რომ აი ეს ველურ ბუნებაში ეს ფოთვითი აშლილობები არის იშვიათი და ადამიანებში არის უფრო ხშირად ეს ესეა ნამდვილად მოდი ესე ვთქვა ასეთ შეგვიძლია მე შეფასება კი შეგვიძლია არა ახლა არასწორად არ მინდა გიპასუხო სტრესი შფოთვა და განრიდების რეაქცია რა თქმა უნდა ყველა ცხოველში არის მათ შორის ძალიან დავალი განვითარების დონეზე მყოფშიდაც კი. მაგრამ ნუ არ ავიღოთ მაგალითად აი ფრინველები, ძუძუმწოვრები და ადამიანები, ხო? ნუ ადამიანის ძუძუმწოვარია მათ შორის. ჩვენ ვიცით, ზუსტად ვიცით, რომ ყველას აქვს განრიდების რეაქცია. ყველა შფოთავს, ყველამ იცის რა არის სტრესი, სოციალურ სტრესზე მაქვს ლაპარაკი, არა მარტო თქვათ ფიზიკურ სტრესზე და ყველა გაურბის. ანუ რაღაცა კუთხით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს შფოთვა არსებობს და ყველა სახეობაში არსებობს. ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. შფოთვითი აშლილობა არის თუ არა მხოლოდ ადამიანის პრეროგატივა. ეს მე ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი, სავარაუდოდ შესაძლებელია იყოს ლაპარაკი დაშოვო ადამიანის მსგავსმა იმუნებში შეიძლება იყოს და ტყვეობაში განსაკუთრებით, მაგრამ კლასიკურად ბუნებაში შფოთვითი აშლილობა როგორც ასეთი, როგორც ჩვენ გვესმის, ალბათ არ არის. აქ დიაგნოსტიკის ამბავი შემოდის. ჩვენი აბსტრაქტული აზროვნების გამო ევოლუცია მოგვიტანა აბსტრაქტული აზროვნება და სხვა სახეობებს ელემენტები აქვთ აბსტრაქტული აზროვნებისა, ხო? მათ შორის ფრინველებსაც კი ყორნები და თუთიყუშები ამის საუკეთესო მაგალითები არიან. მაგრამ რო გადმოვიდეთ ახლა ადამიანის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია წარმოსახვით ჩვენს წინა გამოცდილებაზე, ჩვენს სწავლაზე და დავინახოთ ჩვენი მომავალი, პროგნოზირებები გავაკეთოთ და შევაფასოთ და ავიკვიატოთ რაღაცა. ანუ ჩვენი ტვილი გაცილებით უფრო რთულად არის მოწყობილი ხა ვიდრე ნებისმიერი ვირთაგვასი, თუთიყუშის ან თუნდაც ორანგუტანის ტვინი. ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ აი ეს მანკიერი წრეები, რომლებიც წარმოიშვება ჩვენ ტვინში, არის შფოთვის გამაპირობებელი, რომელმაც შეიძლება შემდეგ დეპრესია გამოიწვიოს. ვერ ვიტყვით, რომ ვერ გამოვკითხავთ ერთ-ერთ ცხოველს და ვერ ვიტყვით, რომ ის თავისი წარსულზე დაყრდნობით აკეთებს ანალიზს, შემდეგ რაღაცების ეშინია, ამის აკვიატება შეუძლია და განსაზღვროს მომავალი, საკმარისად რთული კონსტრუქცია არის და მე არ მგონია, რომ ესე იგი თუნდაც ადამიანის მსგავსმა იმუნებს გქონდეთ თქვა აი შფოთვითი აშლილობების და დეპრესიების ისეთი კლასიკური გამოვლენა, როგორც ჩვენ გვაქვს. მაგრამ ტყვეობაში მყოფი ცხოველები კარგი მაგალითი არის ამისი, რომ მათ მაგალითად უვითარდება სტერეოტიპული ქცევები. მაგალითად, არასწორ ზოოპარკებში, არასწორად მოწყობილ ზოოპარკებში შეიძლება ნებისმიერ ადამიანმა დაინახოს, რომ აი ნებისმიერი ვეფხვიან ლომი, აი დადის, აქეთ-იქით დადის, ან წრეზე დადის და ეს სტერეოტიპული ქცევა არის. ეს რაღაცნაირად სტრესზე პასუხი არის, ეს მოწყენილობაზე პასუხი არის და ეს შესაძლებელია. ჩვენ არ ვიცით ეს შფოთვაა თუ არა, მაგრამ არასტანდარტული ქცევა არის, ხო? რა თქმა უნდა, რაღაცა ელემენტები ამისი არსებობს, მაგრამ ბუნებაში როგორც კი ასე მოიქცევა ეს ცხოველი, ის გაიცხრილება, იმიტომ რომ ის არასტანდარტული ქცევა ეკნება თუ არა, მას ვიღაცა შეჭამს. ან თვითონ ვერ გადარჩება. შეიძლება ვთქვათ, ესეთი პირამიდის თავში მდგარ ცხოველს, მაგალითად, ახლა ლომს არაფერი ესეთი კლასიკურად არ ჭამს, მაგრამ ის არასტანდარტული ქცევა მისი თანამოწმის აგრესიას გამოიწვევს და მას გაცხრილავენ, ხო? ამიტომ ველურ ბუნებაში, სადაც ყველაფერი დაბალანსებულია, ეს ნაკლებად ჩანს. პოტენციალი იმისა, რომ შესაძლებელია შფოთვით აშლილობასთან დაახლოებული რაღაცეები გამოჩნდეს, ეს ტყვეობაში ცხოველებზე ჩანს, მაგრამ ვერ ვიტყვით კლასიკურად ზუსტად ისეთი ვიარი, როგორც ჩვენ გვაქვს თუ არა. და სხვადასხვა ძაღლები, ვისაც ძაღლი ყოლია, ის დამეთანხმება, რომ ხშირ შემთხვევაში, ხშირად არა, მაგრამ რაღაცა გარკვეულ შემთხვევაში დეპრესიის მსგავსი
ქცევა აქვთ ხოლმე ძაღლებს. მე არ ვიცი, ახლა ვეტერინარი არა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა ქცევის სპეციალისტი ვარ, მე არ ჩამიხედია ამ კუთხით, რომ აი რამდენად ღრმად შეიძლება ეს იყოს წასული და რას შეიძლება მართლა დეპრესიასთან კონდეს საქმე და ვთქვათ რა დიაგნოსტიკით შეიძლება ამას მიაგნო. ეხლა ერთი მხარეც არის, ეხლა ჩვენ MRI-ზე ვილაპარაკეთ და შენ რომ აიღო ადამიანის ტვინი და ადამიანის ტვინი ვთქვათ, რომელსაც აქვს დეპრესია და ადამიანის ტვინი, რომელსაც აქვს არ აქვს დეპრესია და ორივე სკანირება გააკეთო, ხო? ვერავითარ მორფოლოგიურ ცვლილებას შენ ვერ ნახავ. დღევანდელი ტექნოლოგიები არ იძლევა მაგის ნახვის საშუალებას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვიტყვით ეხლა ძაღლის ქცევა, რომელიც ჩვენ ფიქრობთ რომ დეპრესიულია არის დეპრესია რეალურად თუ არა. ანუ დეპრესიის დადგენა და დიაგნოსტიკა სხვა შემოვლითი გზებით ხდება და ძირითადად კომუნიკაციის თვალსაზრისით. ანუ შენ ექიმს უყვები რას გრძნობ და ხანდახან ვერც უყვები, იცი? იმიტომ რომ აი შფოთვითი აშლილობა ისეთი უცნაური რაღაცა არის. მე ხარ როგორც პაციენტი ვლაპარაკობ. რომ კაი ხნის განმავლობაში სანამ ექიმთან მივიდოდი, ვფიქრობდი, აი როგორ უნდა მოვუყვე, აი როგორ უნდა აუხსნა, ახლა ეს რა არის, რას გრძნობ? ახლა ალბათ ნორმა გონია. არ გონია ნორმა, არა, ვისაც ახლა ეს გამოუწია, ის მიხვდება მხოლოდ, ახლა ვინც მისმენს და ვისაც შფოთვითი აშლილობა ქონია, ხო, შენ საბედნიეროდ არ ქონია და ამიტომაც ვერ ხვდები რა არის ესა. ნუ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჯოჯოხეთი. დეპრესია კიდე სხვა ის არის, მაგრამ თვითონ შფოთვითი აშლილობა ეს არის მართლა ჯოჯოხეთი არის, ოღონდ არ იცი როგორ აღწერო. და ლიტერატურაში შენ წარმოგიდგენია მაგალითად როდესაც აი ფიზიკურ გამოვლენაზე იყო შენი ერთ-ერთი კითხვა ხო და ლიტერატურაში ცოტა წაგიკითხია რომ იმე ისე ავღოთ ისე სიტუაციაზე ვიყავი რომ მუცელში პეპლები დაფრინავდნენ და უცებ მივხვდი რას ნიშნავს ეს და მე მივხვდი რომ რამდენიმე ჩემი მეგობარი რომელიც ასევე შფოთვითი აშლილობით იყო როდესაც მიდიოდნენ ფსიქიატრებთან, ხო? და პირველი რასაც ეუბნები, რომ იცი, აი გრძნობა მაქვს თითქოს მუცელში პეპლებია, აი შენ ხო ვერ მიხვდები ახლა ეს რა არის. ფსიქიატრი იმ წუთში ხვდება ეს რა არის. მას არ გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ეს არის ის ეგრეთ წოდებული wording, ის ლექსიკა, რომელსაც ჩვენ მივაგენით, პაციენტებმა მივაგენით იმის ასაღწერად, რომ რაღაცა არასტანდარტული ხდება. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ისევ იმ კითხვას, ჩვენ არ ვიცით იმ ძაღლს, ვერ გვეუბნება მუცელში პეპლები აქვს თუ არა. ხო ხდები? ამიტომ ძნელია ამისი თქმა, თუმცა მე მგონია რომ კლასიკური გაგებით ცხოველებს, ну ყოველ შემთხვევაში ესეთი კლასიკური გაგებით შფოთვითი აშლილობები და დეპრესია, როგორც ჩვენ გვესმის, ესე მე მგონი არ აქვს. თუმცა რაც გუშინ წინ გვეგონა რომ მე მგონი არ იყო, დღეს აღმოჩნდა რომ ესე არის. დაველოდოთ ბიოლოგიის განვითარებას. ლევან, ანუ პატერნი ამის არის ჩვენი აბსტრაქტული აზროვნება წარმოდგენები, ხო? და იმ შემთხვევაში თუ ადამიანებში ეს აბსტრაქტული წარმოდგენების დეფიციტია და ესეთები გვაქვს რაღაც ნეიროგანვითარებითი დარღვევების შემთხვევაში მაშინ ლოგიკურად ახლა ესეთი დალაგება სწორი გამოდის, რომ შეიძლება ვთქვათ, რომ აქ ეს ნაკლები ალბათობა რო განვითარდეს ასეთი ტიპის არ ამგონია რომ ესე იყოს, იმიტომ რომ უყურე თუ ლაპარაკობთ მაგალითად დეპრესიაზე, ხო დეპრესია ეს არის მდგომარეობა შენი პირველ რიგში ეს არის ემოციური მდგომარეობა გამოვლენა ამისი, ხო? დეპრესიული მდგომარეობა შეიძლება ჰქონდეს ისეთ ადამიანსაც, რომელსაც რაღაცა კლინიკური პრობლემების გამო შეიძლება ვთქვათ, მისი აბსტრაქტული აზროვნება ვთქვათ, არ იყოს, ну რაღაცა დაავადების მატარებელი არის და მისი მენტალური გონებრივი განვითარება მენტალურად არ არის ვთქვათ ტიპური ადამიანის დონეზე. ხო? მიუხედავად ამისა, ის შეიძლება დეპრესიას მაინც განიცდიდეს. ანუ პირდაპირ კორელაციას მე რაც წამიკითხავს ყოველ შემთხვევაში ლიტერატურა შეიძლება ვიღაცა ფსიქიატრმა დაგვიწეროს კომენტარი და დაგვიწერეთ კომენტარები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ხო? შეიძლება ვინმე ფსიქიატრმა შემისწოროს და თქვას, რომ არა. აუცილებელია აბსტრაქტული აზროვნების ტიპური აბსტრაქტული აზროვნება იმისათვის, რომ თქვა დეპრესია იყოს. მე მგონია, რომ
არ არის სხვა მექანიზმები შეიძლება ხო, იყოს. მექანიზმებზე კი არა, აი მაგალითად ვიცი კონკრეტული ადამიანები, მაგალითად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი, რომელიც ტიპური განვითარებისა არ არის, რა თქმა უნდა, არანაირად არ ვამბობ მე, რომ ვთქვათ, რაღაცნაირად ვთქვათ, განსხვავებული, ფუნდამენტურად განსხვავებული ვთქვათ აზროვნების ტიპი აქვს, მაგრამ ტიპური არ არის, ხო? მაგრამ ვიცი მისი თავმჯდომარისაგან, რომ მას დეპრესიის მსგავსი მოვლენები აქვს ხოლმე. ამიტომ ეს დაშვება მე მაძლევს საშუალებას ვიფიქრო, რომ მაინდა-მაინც ისი არ არის, რომ აუცილებლად შენ ტიპური აბსტრაქტული აზროვნება უნდა გქონდეს, რომ დეპრესია განიცადო. არა, იმიტომ რომ მისი წარმომავლობის მექანიზმები შეიძლება იყოს არა აბსტრაქტული აზროვნების გამო. მივდივართ ისევ იმ საკითხთან, აი overthinking-ი ხო არ იწვევს ამას? არა, მაგაზე თავიდან ვიკითხარი, რომ არ იწვევს. უბრალოდ ეს შეიძლება იყოს overthinking-ი, ანუ ზედმეტი ფიქრი, აკვიატებული ფიქრები, ეს შეიძლება იყოს უკვე დარღვეული ფიზიოლოგიის შედეგი და არა რომ ამან გამოიწვიოს, იმიტომ რომ დეპრესიას და შფოთით აშლილობას სხვა ტიპის სტრესები იწვევენ და არა ზედმეტი ფიქრი. ამიტომ პასუხი ჩემი აზრით ესეთი იქნება. მე არ ვშვები ხომ აქ საკითხს, მაგრამ ყორნებს აქვთ ეს აბსტრაქტული ისინი, ახლა რო ვუყურებთ ხოლმე. ძალიან უცნაური, კარგი კითხვა არის ეს და სხვა შორის ძალიან უცნაური რაღაც არის. ჩვენ კლასიკურად ისევ ბიოლოგიის, ასე ვთქვათ, გენიალობაზე აღმოჩენების, უბრალოდ მეცნიერების აღმოჩენების გენიალობაზე მიუთითებს ეს. აი ჩვენი კლასიკური მიდგომა თუნდაც 20-იანი წლების შუა პერიოდამდე იყო ესეთი, რომ რაც უფრო ტვინი ვითარდება, ესე იგი ევოლუციურად თუ აიღებ, ხო, ვიცით რომ კლასი ფრინველები არის, შემდეგ კლასი ძუძუმწოვრები და ნუ ამ ძუძუმწოვრების თავში არის ადამიანი, რომლის და ზღვის ძუძუმწოვრები, ვეშაპები და დელფინები, რომელთა ტვინი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული, ხო, სტრუქტურულათაც და წონითაც, შეფარდებით შენს სხეულთან. ქერქი ანუ ჩვენი ნახევარსფეროების ქერქი არის ის სტრუქტურა, რომელიც განაპირობებს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი აზროვნების სხვადასხვა ფორმებზე, ანუ აბსტრაქტული აზროვნებისა, მათ შორის და მეტყველებისა, ხო? რაც უფრო ქვემოთ ჩამოვდივართ, მაგალითად, ადამიანის მსგავსი მაიმუნების, რა თქმა უნდა, მათი ქერქი ძალიან განვითარებულია, კაცებლების ქერქი ასევე განვითარებული არის, ჩილიქოზნები და შედარებით უფრო ნაკლებად და ქერქი ნელ-ნელა განილევა, ასე ვთქვათ, რაც უფრო ქვემოთ ჩამოვდივართ და ფრინველებში ქერქი ფაქტიურად არ არის. და უცებ ფრინველები, განსაკუთრებით ყორნები, ყვავილნაირები და თუთიყუშები წყვეტენ ისეთ მენტალურ ამოცანებს, რომ თითქოს გორილა იყოს, ან ორანგუტანი იყოს, ხო? ვერაფრით ვერ ხსნიდნენ აქამდე მეცნიერები, ნუ აქამდე როგორ, ესე იგი, მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე ცოტა აუხსნელი ამბავი იყო, იმიტომ რომ ერთი მხრივ ვისაც ქერქი არ აქვს, ნამდვილად ის აბსტრაქტული აზროვნების ელემენტები იმას არ აქვს. ნუ არ აქვს და მორჩა რა. და რაც უფრო ქერქი ვითარდება, მით უფრო იხვეწება და რთულდება, ხო? იმიტომ რომ თქვა, აი, კაცებლები ფანტასტიკურად ნადირობენ, სოციალურ ჯგუფებში არიან, გეგმავენ ნადირობას, ანუ სივრცული აზროვნების უნარი აქვთ, დროს ფიქრობენ, ითვლიან და ასე შემდეგ. ანუ ესენი მაღალ დონეზე არიან განვითარებისა და ფრინველი არ უნდა იყოს თქოს ესე. თუმცა ისინი რაღაც სასწაულებს აკეთებენ. ვირთაგვა, ჩვეულებრივი ვირთაგვა ლაბორატორიულიც, რო არა იყო ის გენიოსები, რომლებიც ბუნკერებში დარბიან. ისინი მართლა გენიოსები არიან. ლაბორატორიული ვირთაგვა, რომელიც ფაქტიურად გლუვიტვინი აქვს, აი ქერქი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ძალიან ვირთაგვა ხანდახან ისეთ ესეთი ქცევით პრობლემებს ჭრის, გადაჭრის ხოლმე, რომ აი პირდაპირ სასწაულია. ტვინი არის თვისობრივად სხვანაირად მოწყობილი. ანუ ქერქი ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ ფრინველებში შუბლის წილი იღებს ძალიან და ნეიროპლასტიკურობასთან არის ეს კავშირში. იღებს განსაკუთრებულ ფუნქციებს და მის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე ისეთი რაოდენობის ნეირონები და სინაფსებია, რომელიც არ არის მაგალითად ძუძუმწოვრების ტვინში. ამითი კომპენსირდება, ანუ მისი სტრუქტურა არის სხვანაირად მოწყობილი, სხვა ნაწილები იღებენ თავიანთ თავზე იმ ფუნქციებს, რაც აქვს იმებს, რა ქვია, ძუძუმწოვრებს, ხო ხტები? ამიტომ ის რომ როდესაც თუთიყუში ადეკვატურად გელაპარაკება, ყორანი ადეკვატურად გელაპარაკება, პენტაგლება და ჭრიან რაღაცა ამოცანებს, რომელიც იდეაში ვერ უნდა გადაჭრას და მარტო მგელმა უნდა გადაჭრას და მარტო მან რა ქვია, ბონობლომ ან შიმპანზემ და საოცარია, ხო? და ამბობ რომ როგორ, კაცო, ამისი ტვინი განვითარებულია, ამისი განუვითარებელია, ამისი ტვინი სხვანაირად არის განვითარებული და სხვანაირად ხდება კომპენსირება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბეღურები ასეთ
ერთადერთი ჭკვიანები არიან როგორც. არა, ეს აყორნებზე ხო ახლა თან მეც ვგებულობთ კიდევ უფრო გამოგნებელია. საოცრებები არის. სახეების დამახსოვრება, ზიება რო შეუძლია. თვალშორის თუთიყუშებს ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ბავშვობიდან ვიცით, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და ამის გამო ახლა გადავიდნენ მეორე იმაზე, რა ქვია, რომ აი ყორნები ახლა აღმოაჩინეთ. რეალურად ყორანიც, ყლავიც, ყორანიც და თუთიყუშიც ძალიან მაღალი ინტელექტის ფრინველები არიან. შეიძლება და რომ შფოთვა რაღაც ეტაპზე ჩვენი წინაპრებისთვის ყოფილიყო გადარჩენის ერთგვარი მექანიზმიც. შეიძლება კი არა ეს ასე იყო. სხვანაირად აი წარმოიდგინე ზურა, შენ თუ ადეკვატურად არ აღიქვა საფრთხეს, შენ ვიღაცის საჭმელი ხარ და დამთავრდა. ეს ერთადერთი გზა არის გადარჩენის, ერთადერთი არ მაგრამ ერთ-ერთი ფუნდამენტური გზა არის განრიდება, შეფასება სიტუაციის, საფრთხის შიში და სტრესმა უნდა გამოიწვიოს და ისევ ერთობა ჩვეულებრივი. შენ რომელიმე შენი გრძნობათა ორგანოთი, თვალებით ან ყურებით ან ყნოსვით ხო? ხარ წარმოიდგინე ჰომო ერექტუსი ან ჩვეულებრივი ადრეული ჰომო საპიენსი. ან ნებისმიერი ძუძუმწოვარი, რომელიც თუნდაც აი ადამიანებთან ახლოს რო ვიყოთ, ხარ ჯერ კიდევ იმაში, რა ქვია, შემგროვებელთა მონადირე შემგროვებლურ სტადიაზე ხარ. და ზიხარ იმაში, რა ქვია, სადღაც გამოქვაბულში, ხო? ვერ ხედავ. მაგრამ გესმის ხმა რაღაცა იმისი, რა ქვია, ვებხვის გარეთ. იმ წუთში შენი რეაქცია რა არის? შენ გეშინია, შენი ტვინიდან მოდის გარკვეული სიგნალი, შენ თირკმელზე და ჯირკვალზე, შენი თირკმელზე და ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს, შენი ადრენალინი იწვევს შენს შფოთვას და შენ რაღაცას აკეთებ. ეს რაღაც არის ძირითადად განრიდება, გაქცევა ან ფხიზლად ყოფნა და რაღაცისთვის მზადებ. ეს შფოთვა არის, სტრესი და შფოთვა არის, ხო? და ეს არის შენი გადარჩენის პრინციპში ერთადერთი საშუალება. რა თქმა უნდა, პასუხი არის კი. ამიტომ სტრესი და შფოთვა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელმაც გადაგვარჩინა. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენმა აბსტრაქტულმა აზროვნებამ მანკიერი წრე არ უნდა შექმნას და ვებხვი ქრონიკულად არ უნდა გვეგონოს იქ, სადაც ის არ არის. ხო, და კიდე ესეთი ის მაშინ ახლა ამ ყველაფერს გათვალისწინებთ, რაზეც ვილაპარაკეთ რა, ეს თანამედროვე ურბანული გარემო. რა ვიცი, აი რამდენად გვიტოვებს ახლა შანსი იმისთვის, რომ მზად ვიყოთ აი ამ გამოწვევებისთვის, რომელიც დღეს გვაქვს რა, ესე აი ამ ევოლუციის თვალსაზრისით რო შევხედოთ ისევ. იცი რა? ასეთი სწრაფი ცვლილება სულ ყველაფრის. ეს ხო არ არის ისიც, რაზეც ახლა შენ საუბრობდი, რომ ამისთვის მზად არ ვიყავით და იმიტომ გვაქვს ახლა ესეთი შედეგები. კი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი როგორც მისი ტვინი, ასე ადამიანის პლასტიკურია და ადაპტური არის, რაღაცა გარკვეულ პერიოდში ის ეწევა თავისივე შეცვლილ გარემოს, ოღონდ ადამიანი თვითონ თავის გარემოს ისე სწრაფად ცვლის, რომ ცოტა უჭირს მერე დაწევა. და ზუსტად აი იმ იმაში დაყოვნებით მომენტში არის, როდესაც წარმოგუშევა ძალიან ბევრი პრობლემები, თუმცა ისინი გვარდება. ეს სამწუხაროდ ევოლუციურად ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა რაღაცა გარკვეული რაოდენობა ჩვენთაგანისა გაიცხრილება. რა თქმა უნდა გარკვეული რაოდენობა ჩვენთაგანისა პირდაპირ მნიშვნელობით შეეწირება აი ამ სწრაფ ცვლილებებს და ეს ევოლუციური პროცესი არის. და ამას ვერაფერს ვერ უზავ. დაწყებული სუიციდიდან დამთავრებული ვთქვათ, იმითი რა ქვია, ინფარქტით. ამას ვერაფერს ვერ უზავ. მაგრამ ეს ევოლუცია არის. მაგრამ სამაგიეროდ მესამეთაობა აქედან უკვე იმ პრობლემებისადმი მორგებული იქნება, რომელიც ეხლა დავაყენეთ, სამაგიეროდ მისთვის იქნება გამოწვევა ის პრობლემები, რომელიც მესამეთაობაში შექმნის ადამიანი. ანუ ეს ჩვეულებრივი ევოლუციური პროცესი არის, ხო? ევოლუციური პროცესი არის, უბრალოდ ყოველთვის რაღაცები განსხვავება რა არის, იცი რომ მე-20 საუკუნეში და განსაკუთრებით ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ცვლილება გარემოსი წავიდა გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ მისი დაწევა შეგვიძლია. აი ეს არის განსხვავება. თორე გარემო ყოველთვის იცვლებოდა და ადამიანი ნელ-ნელა ყოველთვის ეჩვეოდა მას. მე მგონია რომ მაგ ადამიანი, აი ეს მსხვერპლი თაობა რომ მე ვარ წარმოადგენელი ვარ. ყველანი ვარ, მარტო შენ არა. მე ვიცნობ ადამიანებს, ვისაც ძალიან უყვარს ეს და მოსწონს ეს ურბანული გარემო და მეც მომწონდა და ძალიან მიყვარდა და ეხლა რო გეკითხა ჩემთვის 10-15 წლის წინ, რომელი იყო ჩემი საყვარელი ქალაქები, ფავორიტი ქალაქები, ჩემი ოცნების ქალაქები და ეს შემდეგ აუცილებლად გეტყოდი დიდ მეგაპოლისებს ჩამოგითვლიდი რამდენიმეს რა.
და ეხლა სხვანაირად ვუყურებ. ეხლა მგონია რომ ჩემს ჯანმრთელობას ყველანაირის ძალიან ნებს ეს გარემო და რაღაცა კარგად ვერ ფუნქციონირებს. იცი მე შეგედავები მე მგონია რომ შენაკეთებ თბილისის ანუ მახინჯი მეგაპოლისის პროექციას ბერლინზე კარგ მეგაპოლისზე. ეხლა ეს ორი მაგალითი სპეციალურად მოვიყვანე ხო საქართველოს მასშტაბით თბილისი ნამდვილად მეგაპოლისია ნუ რა თქმა უნდა ხა ნიუ-იორკის ხელა არ არის და ტოკიოს ხელა მაგრამ საქართველოს მასშტაბისთვის ის მისი მეგაპოლისია ხო და ბერლინი ასევე მეგაპოლისი ან ჩიკაგო აი ხა ორი საუკეთესო ქალაქი ავიღე იმ გაგებით რასაც შენ ამბობ ხო შენ ახლა თბილისში რასაც განიცდი და ფიქრობ რომ თქვა შენ რა სოფლიდან ხარ შენ წარე წინაპრები დედოფლის წყარო ხო და ხო ქალაქი მაგრამ რამე სოფელი არა გაქვს დედოფლის წყაროსთან აი მე მაგალითად ჩემი იმიდა რა ქვია მამა ჩემის მხრიდან სალაზ მლეთაში იყვნენ ჩვენი წინაპრები და სხვა დედა ჩემის მხრიდან ლანჩხუთში აი რო ავიღო ახლა ხო ნუ ლანჩხუთის ქალაქია მაგრამ გვიმბალაური სოფელი არის ახლა ბავშვობაში რო გატარებული მაქვს გვიმბალაურში მე დღევანდელი მახინჯი თბილისიდან ვფიქრობ რომ ჩემი საუკეთესო გარემო იქ არის მაგრამ ბერლინში რომ მივხვდები რომ ჩემი საუკეთესო გარემო თურმე შეიძლება იყოს მეგაპოლისიც ანუ ეს არის მეგაპოლისის თავისთავად რამდენად არ კლავს შენი ქალაქი რამდენად კარგად არის დაგეგმარებული და რამდენად შეზიარი მორგებული თავისთავად მეგაპოლისის პრობლემა არ არის ეს თავისთავად ეს არის ადამიანის იდიოტობის პრობლემა ის რომ როდესაც ასეთ ჯუნგლებში ცხოვრობს ჩვენ ეს არის ჩვენს მიერ ჩვენი არა ჩამოყალიბებული საზოგადოების მიერ შექმნილი პრობლემა და არა იმ ადამიანების პრობლემა რომლებიც თავის ქალაქებს ნორმალურად აშენებენ ამიტომ ამ შემთხვევაში მეგაპოლის ტყუილად უტევს შენ ფიქრებ კიდე მაგ საკითხზე ხო იმიტომ რომ ეხლა მაგაზე ამ პერსპექტივით ახლა როგორც ჩვენ თქვი, სიმართლე რომ გითხრა არ მიფიქრია, პირდაპირ გენერალიზაცია მოვახდინე მაგ საკითხის ახლა ჩემ თავში და სხვა გადაჭრის გზას სხვანაირად ვეძებდი. მაგითო გეუბნები რომ შენ მახინჯი თბილისის პროექტზე გააკეთე ბერლინზე და ბერლინი არ იმსახურებს ამას. იგივე ჩიკაგო, იგივე მადრიდი თუნდაც, ხო? პარიზი შეიძლება პარიზი შეიძლება იმსახურებდეს, იმიტომ რომ აი პარიზი არ არის სხვა შორის ისეთი როგორ ეძახიან living friendly, როგორც თქვა სტამბულიც არ არის. სტამბული ხო პარიზიც და სტამბულის ჩემი გაგებით აი ფანტასტიკური ტურისტული ადგილი არის და ნუ კულტურის ორივე არის კულტურის უზარმაზარი ცენტრები ხო წარმოუდგენელი. მაგრამ აი საცხოვრებლად მაგალითად მე ბერლინი მერჩივნებოდა. ჩიკაგო მერჩივნებოდა. ნიუ-იორკი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქალაქი არის მიუხედავად იმისა რომ მიუხედავად იმისა რომ ნიუ-იორკი უფრო ასე ვთქვათ გავს არა ну Манхэттენზე ხა ვერ ვიცხოვრობთ მე და შენ იმიტომ რომ ძალიან დიდი ფული არის საჭირო მაგრამ Манхэттენი არის ის კუნძული რომელიც პირველად რო ვიყავი კი ბატონო პირველად რო ვიყავი Манхэттენში სწორედ ერთი რომ აი ამ ადგილის ის ყოფილა დაბადებული მეთქი ბერლინში რო ვიყავი ევროპის ნიუ-იორკი ყოფილა მეთქი ბერლინი მეთქი და მე ჩემს ლისტში ხო თელავი არ გამოგჩეს ყოველთვის ყავდა სულ ამ ხუთეულში ფავორიტი ქალაქების მაგრამ მე დაემატა ასევე მუმბაიც ეხა ესეთი შეკითხვა უნდა დაკისვა აი ესე რომ გადავიდეთ ბოლო ნაწილზე რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა სამწუხაროდ შემოკლება მოგვიწევს იმ თემების ან ყველაფერს ვერ დავტევთ მაგრამ მოდი აქვე აგერ ხალხი გიყურებს და პირობა მოგვეცი რომ კიდე მოხვალ და ვისაუბრებთ იმ კიდე სხვა საკითხებზე ბატონო გაძლევ პირობას აი ახლა რო ავდგეთ და წავიდეთ აი ამ ქალაქებიდან რომელიღაცაში გადავცხოვრდეთ იქ გავაგრძელოთ ეს ცხოვრება ამაზე როგორ რეაგირებს ჩვენი ორგანიზმი იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ხო ვართ იმ მიკრობულის სამყაროს გაგრძელება ნაწილი და ასე შემდეგ სადაც დავიბადეთ ამდენი წელი ვიცხოვრეთ განსაკუთრებით დავიბადეთ ალბათ პირველი წლების განმავლობაში როცა აი ეს პირველი მიკრობები ჩვენს ორგანიზმში ხვდებოდნენ და აწყობდნენ ჩვენს იმუნურ სისტემას ჩვენს აი ამ მიკრობიომს ხო ნაწლავებში და ასე შემდეგ და ცხოვრობენ ეს ხო ჩვენი არის ჩვენი ნაწილი არის და ამას რო ყველაფერს მოწყდები და სრულიად სხვა გარემოში რო ხარ სადაც სხვა ეს სამყაროც სხვა არის და კვებაც სხვა არის და ასე შემდეგ ყველაფერი სხვა არის ეს შეიძლება თუ არა რომ ბიოლოგიურ დონეზე ისეთ გავლენას ახდენდეს რომ ამან მერე გამოიწვიოს სომატური ან მენტალური ცვლილებები ადამიანში როგორ ფიქრობ ვიცი რომ ეს არ არის თემა რომელზეც დღეს პასუხები გვაქვს ახალი კვლევის საკითხები არის ხო ჩვენი მიკრობიომის შესწავლა თვათ არა ძალიან ჩაღრმავებული კუთხით თუ ვილაპარაკეთ ჩვენი მიკრობიომის შესახებ და თქვათ მენტალურ ჯანმრთელობასთან ეს კიდე ნამდვილად კვლევის საკითხი მაგრამ რა საკითხიც ახლა შენ წამოჭერი და საინტერესო საკითხი მაგაზე კვლევა არის და არც ბევრი
ბევრი კვლევის გაცნობაც არ არის საჭირო, პასუხი არის რომ პრინციპში არა. და ანუ რას გავყოთ ესე. ყველაფერი ძალიან კომპლექსური არის, ხო? მაგრამ გავყოთ ესე. ჩვენ ვიბადებით რაღაცა გარკვეულ გარემოში და ჩვენი მიკრობიომი ყალიბდება იმ საკვებიდან და იმ გარემოდან, რომელშიდაც ვართ, ხო? აი თუნდაც ახლა მე ბავშვი რო ვარ და ამ მაგიდას რო ხელსაუხსო და პირში რო ჩავიდებ, ვთქვათ რაღაცა გარკვეული რაოდენობის მიკრობები, მიკროორგანიზმები შედის შემდგომ და ბავშვობიდან აქ არის. ბავშვები რო დარბიან იატაკზე, ვთქვათ, ფორთხიალობენ, ხო? ანუ ჩვენი ნაწილი ხდება ეს. ზოგიერთი აქედან არის, რა თქმა უნდა, მძიმე და ცუდი და დაავადების ცოტა. საბედნიერო ცოტა არის, ზოგიერთი პირიქით ჩვენ იმუნურ სისტემას აჯანსაღებს, იმიტომ რომ ჩვენ იმუნურ სისტემას რეაქცია აქვს ამაზე და ეს არის რა გამოიყოფა ანტისხეულები, რომელიც ამას ყველაფერს არეგულირებს და ვეჩვევით ამას. ეხლა უყურე. თუ ჩვენ ვხვდებით ამაზე უკეთეს გარემოში, ანუ ყველა ეს მიკრობი არის, მაგრამ არც ერთი სხვა უფრო მძიმე შენთვის უცნობი მიკრობები და მიკროორგანიზმები არ არიან. შენს წაღებულ ცუდ მიკრობებს ცოტა ხანში მათგან თავისუფლდები და გადაეწყობი ბერლინზე. როდესაც პირველად იასონ ბადრიძე ვახსენე და ზურა გურიელიძე ჩემი მეგობარი და მოკლედ ჩემი წინა ორგანიზაცია ნაკრესის დამფუძნებლები გქონდა მგლების შესწავლის პროექტი თრიალეთის ქედზე და ჩამოყვანილი ყავდა ვეტერინარები შვეიცარიიდან. იყო ესეთი და არის ორგანიზაცია ვეტერინარების საზღვრების გარეშე და გვინდოდა იქ ეკოლოგიური სოფლის გაკეთება. მე სამოქალაქო ომი დაიწყო და რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. მაგრამ ახლოს არის იმასთან, რასაც შენ ამბობ. ჩამოვიდნენ ვეტერინარები და იქვე ყავდა ცხრის ფარა, დაგვპატიჟეს მწყემსებმა თრიალეთის ქედზე ალაპარაკი და დაგვიკლეს ხვარი. უცებ ორი ვეტერინარმა იყვირა აღფრთოვანებისგან და აი გადაიღეს სურათები, მაშინ დიგიტალური ფოტო არ იყო, ფირებზე იყო, გადაიღეს ერთი ამბავი რაღაც და ნახეთო, რა ვიპოვეთო და რა იპოვეთო, მივედით, ღვიძლი არის ექინოკოკოზური ჩვეულებრივი ღვიძლი არის, რომელიც ახლა მე პარაზიტოლოგიაში გავლილი მქონდა და ახლა ნანახი გვაქვს, ახლა ყველას ვისაც სოფლთან შეხედრა გქონია რა. ექინოკოკი არისო. კი, მე რა. ესო ჩვენო წიგნები გვაქვს ნასწავლი. აბსოლუტურად ცხოვრებაში არ გვინახავსო ექინოკოკიო. რას ლაპარაკობ ესეთი მოკლედ იყო აღფრთოვანება რაღაც ლამის პრეპარატები მომწოდეს. გავიგეთ იმ წუთში რომ კაი შვეიცარია ისეთი ქვეყანა, სადაც ექინოკოკები არ არის, ხო? ექინოკოკი ის ბრწყინვალე არის, რომელიც ძალიან საშიში ადამიანისთვის. თუ მას არასწორად თუ არასწორი გზით მოხდა შენს ორგანიზმში, ის შეიძლება ფატალურიც იყოს. ეხლა უყურე. შენ იბადები იმ გარემოში, სადაც ექინოკოკი არის. ხო? შენ შეიძლება მწვანილიდან ან კიდე მინდა რა ქვია, ღვიძლის შეჭმით, ცხრის ღვიძლის შეჭმით ადაგემართება. ძაღლში უნდა გაიაროს ამან. მაგრამ შენ შეიძლება ბალახიდან ან მწვანილიდან დაგემართოს. ღვიძლზე და ძალიან მძიმე ოპერაცია გექნება ჩასწარებელი და ღმერთმა რქნას ტვინშიც ვავიდა. სიცოცხლისთვის საშიში რამე არის. შენ იბადები იმ გარემოში, სადაც ექინოკოკი არსებობს. და ექინოკოკთან არსებული ყველა დანარჩენი ლეთალური მსგავსი ესენი ან ჭიები, ან კიდე მიკროორგანიზმები. მე რაღაცა მომენტში შენ გადადიხარ შვეიცარიაში. კაი, ექინოკოკს თავიდანვე ის მიკრობები, რომლებიც შენთვის საშიში იყო, მაგრამ შენი ორგანიზმი ებრძოდა, ხო? რჩება, შენი იმუნიტეტი ისეთი რჩება იქ და უბრალოდ არ მიგაკ იმ გარემოში არ არის. ამიტომ შენთვის ეს აბსოლუტურად ნორმალურია, გადაეწყობი, შენ იმუნიტეტი ამას არ ივიწყებს, შესაძლებელია შენ ცოტათი უფრო ეს უპირატესობაც კი გქონდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმართებაში. ეს ერთი მხარე. მაგრამ შენახსენე მუმბაი. მეც და შენს ნაყოფი ვართ იქ და ვიცით ანტისანიტარის რა საშინელი მიუხედავად ამ ქვეყნის ინდოეთზე მაქვს ლაპარაკი ფანტასტიკური ქვეყანა არის თავისი ცივილიზაციის კულტურის, ჩვენ ვიცით რა საშინელი მდგომარეობა არის ჯანდაცვისა და სანიტარის კუთხით, ხო? და შენ ჩადიხარ მაგალითად ან ნაირობიში, სადაც მე ბევრი წელი ვმუშაობდი, ან დარ-ეს-სალამში, ტანზანიაში, ან მუმბაიში და ხდება არა მარტო ჩვეულებრივი ანტისანიტარი, არამედ რაღაცა ისეთი პარაზიტები და ისეთი მიკროორგანიზმები, რომელიც შენთვის არ არის შენთვის ბუნებრივი არ არის. რა თქმა უნდა, შენ ჩნდები ზუსტად ისეთივე არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში და ინდოელები არიან იქ. თუმცა შენ თუ იცავ რაღაცა გარკვეულ იმებს, რა თქმა უნდა, სტრესს განიცდი, თუ იცავ რაღაც გარკვეულ ჰიგიენურ წესებს, შენი
ორგანიზმი ნელ-ნელა გადაეწყობა და შეიძლება წლების განმავლობაში იქ იცხოვრო ისე რომ არაფერი არ დაგემართოს და ბოლოს ინდოეთი ბრიტანეთს დაპყრობილი ქონდა ამდენი ხნის განმავლობაში და ბრიტანელები ცხოვრობდნენ, ბევრი იხოცებოდა რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის თუნდაც მალარიის გამო და ბევრი გადარჩა, ხო? ანუ პასუხი კითხვაზე არის რომ არაფერს ნიშნავს. თავარ ის რომ რა ბიომში დაიბადე, რა მიკრობიომში დაიბადე, გააჩნია სად ხვდები და ამ მოხვედრის შედეგად რამდენად გონივრულად იქცევი. თუ შენ იცავ ნებისმიერ სტანდარტულ ჰიგიენურ და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ წესებს, შენ პრაქტიკულად არაფერი არ გემართება. თუ არა, რა თქმა უნდა, ევოლუციური ბალანსის შემთხვევაში, კარგი ბაქტერიები, იმათაც უჭირდებათ ის კვება, ხო? ეს მილიარდობით, ტრილიონობით ეს ბაქტერია, რომელიც ცხოვრობს. დამისახელე, მოდი ასე დავასაბელოთ. დამისახელე იმისაც რომ ჩემთვისაც უფრო ნათელი გახდეს და მაყურებლისთვისაც. დამისახელე ესეთი კარგი ბაქტერია, რომელიც მხოლოდ ქართულ გარემოში მუშაობს და ეგრე არ იქნება, ხო, ეგრე არ იქნება. ანუ ეს პროვოკაციულად დაგისვია ეს კითხვა, იმიტომ რომ ვერ დამისახელებ ერთ ბაქტერიას, რომელიც და თუ ეს ბაქტერია დაკარგე და ამისი შესატყვისი სასიცოცხლო სუბსტრატი არ არის მაგალითად შვეიცარიაში, ნუ იქნება. რა პრობლემა არის? იქ სხვა იქნება. ხო. ანუ მე რა ის კონკრეტულად ის ბაქტერია თუ არ გამოვკვება, მაგრამ ეს ხო ჰიპოთეტური რამ არის, ახლა ჩვენ ასაც ვლაპარაკობთ, ჩვენ არ ვიცით, მართლა არ ვიცით. იმიტომ რომ ახლა პრინციპში ჩვენ იზოლირებულად არა ვართ, ახლა ეკოსისტემური მიდგომაც ზუსტად ეგ არის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემა არის, სამყარო დახურული არ არის, ხო? ნუ ახლა მით უმეტეს. ხო, მით უმეტეს ახლა ხო ყველაფერი მოდის და ბოლოს იყო პერიოდი, როდესაც ცხენი არ ვიცოდით რა იყო ამერიკაში. ჩვენ ამერიკელებმა რა. ხო? უпроსორეთ ცხენი კი ამერიკაში წარმოიშვა, მაგრამ მეორეც შეყვანა შეხვდა მოხდა ესპანელების მიერ. ანუ არ იცოდნენ. ვირთაგვა, ხო? არავინ არ იცოდა. ბოცვერი, მაგალითად, რომელსაც მოსპო ავსტრალია. არ იცოდნენ რა იყო ადგილობრივი ავსტრალიელებმა. ანუ იმისით თქმა მინდა ეს გლობალიზაცია ხდება და ყველაფერი მათ შორის მიკრობიომის გადადის და ედება გარშემო ყველაფერს. რა თქმა უნდა, რაც ცუდი არის ის ცდილობთ რომ არ შემოვიდეს, პანდემია გქონდა და მთელ მსოფლიოს მოგვედო, თუმცა მაგალითად ებოლა და მე ვიყავი ებოლას ეპიცენტრში, თუ გინდა ამაზე ცალკე მოგიყვებით იმაში რა ქვია. თლათ ეპიცენტრში არა, მაგრამ ახლოს აფრიკაში და ნუ ებოლა მაგალითად ისეთი სასიკვდილო დაავადება არის, რომელსაც ნუ თითქმის 90%-იანი დასწავლობა აქვს, მაგრამ ლოკალიზება მისი ხდება ხოლმე. ეხლა 1-2 შემთხვევა კი იყო ევროპაში შემოსulis, მაგრამ მაინც, ასე ვთქვათ, ლოკალიზება ხდება და პანდემიური არ არის. თუმცა ძალიან მაღალი ლეთალობა ახასიათებს. იმისი თქმა მინდა, რომ რა თქმა უნდა არსებობს ადგილობრივი რაღაცა გარკვეული კონკრეტული დაავადებების გამომწვევები, რომლებიც ჩვენთვის არის მომზადებლები ხვდებით, აგერ ჩინეთიდან შემოვიდა და დაგხოცა ნახევარი საქართველოს. ხო, თან ახალი იყო. ხო, ახალი იყო. მაგრამ ნუ რეალურად პასუხი მაინც ის არის, რომ ესე იგი აი შენი ბიომი, ნუ ხა თავარია გონივრულად მოიქცე ადამიანი რა. და აი ეს რამდენად მტკიცებულებებით გამყარებულია, აი ეს კავშირი ჩვენს მიკრობიომსა და ადამიანის გულებაგანწყობილებას და მენტალურ ჯანმრთელობას. ძალიან ბევრი ინფორმაცია და კლინიკურად დადასტურებული სტატისტიკურად დადასტურებული კვლევები ამტკიცებს, რომ ძალიან მჭიდრო კავშირში არის, თუმცა კვლევები კიდე მიდის, არ შეიძლება ხლა ითქვას ეს, რომ იცი რა 100%-იან და ჩვენ ნაწლავებზე დამოკიდებული არის ჩვენი დეპრესია, ან შფოთვითაშლილობა, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ინფორმაცია დაგროვდა იმაზე, რომ ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს. მარტო ეს არ არის ისა ჰოლისტიკასთან მივიდოდათ, რომ ბევრი სხვა ფაქტორი არის, მაგრამ ძალიან სერიოზული ფაქტორი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ ანთებითი პროცესები და ინტოქსიკაცია. ანთებითი პროცესი რა არის, ხო? ეს არის რაღაცა გარკვეული ტოქსინები, რომლებიც გამოიყოფა, რომლებიც ჩვენ ტვინზე მოქმედებს რაღაცნაირად და თუ ჩვენი ბიომი ნაწლავური ბიომი არასწორად მუშაობს, ესე იგი მისი ბიოქიმია არის და მისი ბიოქიმიით და ცხოველქმედების პროდუქტები შეიძლება ტოქსინი არ არის, მაგრამ არ არის მთლად ისეთი კარგი, რა თქმა უნდა სისხლის ცირკულაციის შედეგად ჩვენ ტვინთან მიდის და რა თქმა უნდა ჩვენ ტვინზე გავლენას ახდენს. ამიტომ ძალიან სერიოზულად არის დაგროვილი მასალა, რომ ნამდვილად დეპრესიებთან და შფოთვით და ზოგადად ვიტყოდი, რომ მენტალური აშლილობის რაღაცა გარკვეულ შეძენილ მენტალურ აშლილობებზე მაქვს ლაპარაკი, ხო?
ამასთან კავშირში არის, თუმცა კვლევები ჯერ კიდე წინ არის და მე იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც წარმოშობს ამას, ალბათ იქნება ეს და ესეც აღმოფხრილი იქნება. ნამდვილად ყურადღება დასათმობი არის ეს კვლევები და კარგია, იცი, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში მაინც მივდივართ იმ კლასიკასთან, რომ შენი თქმის არ იყოს კარგი გარემო, მწვანე გარემო, კარგი ნორმალური საკვები, რომელიც დღეს საქართველოში არ აქვს. ჯანსაღ საკვებზე მაქვს ლაპარაკი, ხო, ჯანსაღი ცხოვრების წესი თუ ამაში ცხოვრობ, ხო, ნუ გაცილებით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ შენ რისკები ნაკლებია. ხო, რისკები ნაკლებია შფოთითია შლობისა და თუნდაც დეპრესიისაკენ და დეპრესიისათვის და აქ ძალიან სერიოზულ ამბავს როლს ასრულებს ჩვენი ნაწლავი და სწორი კვება. ნამდვილად ამას წყალი არ გაუვა. ეს ყოველგვარი კვლევების გარეშეც ისედაც ვიცოდით, ხო, რომ სწორი კვება და ჯანსაღი, ხო, რომ ყოველთვის კარგი არის ზოგადი მდგომარეობისთვის, ახლა, ნუ ეს მაგრამ ეხა უფრო მეტი გავიგეთ, რომ უფრო მეტი გავიგეთ და ეს კარგი არის იმ თვალსაზრისით, რომ უკვე ზუსტად ხდება იდენტიფიცირება რაღაცა ნივთიერებების, რაღაცა არასწორი კვების შედეგად, აი ნეტავი რა გამოიყოფა ეს, რომელიც ჩემი ტვინის, კიდე ამიგდალა ახსენე, თქვათ, თუ რაღაც ნებისმიერი სხვა სტრუქტურაზე, ნეტავი რა გავლენას ახდენს ჩემ ჰიპოკამპზე. ნუ ეხლა მე ცოტა ფუტურისტულად ვაპარაკობ, ეხლა მომავალში რაც მოხდება, მაგრამ დაახლოებით იგივე ლოგიკა არის რა და არა, ნუ გავცდებით მომავალს, მოდი აბსტრაქტულ წარმოდგენებზე ვილაპარაკეთ და აი ბოლო კითხვას ეგეც დაგისვამ, რომ აი როგორ ფიქრობ 20 წლის შემდეგ დაახლოებით რა სურათი გვექნება ამ მიმართულებით? აი სადამდე ვიქნებით მისულები მენტალური დაავადებების აღმოჩენის და ინტერვენციების თვალსაზრისით. იცი რა, ასეთი სისწრაფით თუ წავიდა და მე იმედი მაქვს, რომ ასეთი სისწრაფით წავა ტექნოლოგიებიც და მედიცინაც და ზოგადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ფიზიკის დიდი იმედი მაქვს, ინჟინერიისა და ფიზიკისა ამ კუთხით, იმიტომ რომ დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის. ანუ მარტო ბიოლოგია და მედიცინა ვერაფერს გახდება თუ ფიზიკაც არ მოგვეხმარა და ქიმიაც, სხვა შორის. მე მგონია, რომ ნუ ეხლა შეიძლება ოცნებებს ვლაპარაკობ, მაგრამ მენტალური თვალსაზრისით რაც ვახსენე, ხო? ისეთი მძიმე ფსიქიკური დაავადებები, როგორიც არის, თქვათ, შიზოფრენია და მასთან დაკავშირებული მსგავსი დაავადებები, რომლებიც მართლა ძალიან მძიმე არის, არა მარტო თვითონ ადამიანისთვის, არამედ მისი სოციუმისთვის და ზოგადად სოციუმისთვისაც, ხო? მე მგონია, რომ აღმოფხრილი იქნება. თუმცა ესეც რომ არ იყოს, პრევენცია თუ შესაძლებელი იქნება და სხვათა შორის გენური ინჟინერია ძალიან სერიოზული ამბავი არის აქა, რომ გენური ინჟინერია თუ ასეთი სისწრაფით განვითარდა, როგორც ეხლა მიდის და თუ რეგულაციები სწორად დაწეს და არა არიქა ხელოვნური ბავშვები არ გვინდა და რაღაცა სისულელეები და მეცნიერებას ექნა გზა განვითარებისა, პრევენციული თვალსაზრისით, პრევენციული მედიცინა უზარმაზარ რაღაცეებს მიაღწევს. მე ამ შემთხვევაში მაგ არა მარტო სხვა რაღაცებზე, არამედ მენტალური ჯანმრთელობის კუთხითაც. ესე აღნიშნე, რომ სხვადასხვა ძალიან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა დაუნის სინდრომისა და გენური ინჟინერიის მიღწევების შედეგად. ადამიანები უცებ აღიქვეც, რომ იცი რა, გენურმა ინჟინერიამ დაუნის სინდრომის დაავადებული ადამიანი ტიპური გახადა. ნუ ეს რა თქმა უნდა ესეთი არ არის, მაგრამ აქ ძალიან სერიოზული ამბავი არის, რაც ყველა ბიოლოგს, ყველა ექიმს იქნება თუ ყველა მკვლევარს იმედით გვავსებს. გენურმა ინჟინერიამ იპოვა რაღაცები, რომელიც პრევენციისთვის შესაძლებელი იყოს ძალიან მაგასაც ის მოყვა, დიდი ეთიკური განხილვები მოყვა. იცი რა, მე იმ ადამიანებს განვეკუთვნები, რომელიც არ ეთანხმება ბევრ იმ ეს სხვა პოდკასტის ამბავი შეიძლება იყოს და შეიძლება გენური ინჟინერიაზე ცალკე რეკომენდაციას მოგცემთ თუ გაინტერესებს, ამაზედაც ბევრი წამიკითხავს და ბევრი კვლევა მინახავს, ოღონდ რეალურად მინახავს ბევრი კვლევა ლაბორატორიაში. იმდენი წელი იყავი შენ მაგ სფეროში. ძალიან საინტერესო ამბავიც არის და რა ვიცი, იცი რა, ასევე ჩემი მეგობარი ჩამოდის, რომელიც ჩემ პოდკასტში იქნება ჯერ და შემდეგ დაგითმობ შენ. სხვა შორის ჩემ მეგობრებთან ეხლა ვიწყებ პოდკასტებს, რომელიც როდესაც თქვენ ატვირთავთ ამას, ალბათ უკვე დაწყებული გვექნება. ვისარგებლე შემთხვევით და მას ერქმევა seed mac, ანუ M მეცნიერება, A ადამიანები და C კულტურა, mac ადამიანები, მეცნიერება და კულტურა და იქ მეყოლება ჩემი მეგობარი, რომელსაც მოგწერს, სხვათა შორის ახლა ჩამოდის 26-ში, არ გეტყვი
ხო, არის მაგრამ თქვენ ახლა მაყურებლები ამ როცა ეს ეპიზოდი გავასავარაუდოთ უკვე ლევანის პოდკასტის გასული იქნება და მაგ პოდკასტის არხს ნახავთ ამ ვიდეოს აღწერაში და თუ ვერ ნახავთ იცოდეთ რომ ეს იგი მალე დაემატება და შეგიძლიათ ასევე როგორც კი ჩვენი პოდკასტი ჩაეშოვა და წავა რა თქმა უნდა თქვენი პოდკასტი ჩვენთან იქნება რეკლამირებული და ასევე იქნება ესეც თუ დაიდება ესეც რა თქმა უნდა იქ დაიდება და მე გთავაზობთ ასე ვთქვათ კოლაბორაციას თან განსაკუთრებით იმ კუთხითაც რომ ხა ჩემი არის მეცნიერების პოპულარიზაციისა შენიც ამ კუთხით არის მაგრამ უფრო მედიცინის პოპულარიზაცია და სამედიცინო და ამდენ დიდი კონკურენცია ჩვენ შორის სავარაუდოდ არ იქნება და მეგობრობა უნდა იყოს მეგობრობა გაიმარჯოს ლევან ძალიან დიდი მადლობა აი ძალიან ვისიამოვნე ხა მე თვითონაც აქ მოსმენით და მაყურებელს მიხდებოდა რომ მინიმალურად ჩავერთე იმიტომ რომ უსმედი ძალიან დიდი ყურადღებით კიდე ბევრი საინტერესო საკითხი მინდოდა ლევანთან საუბარი მაგრამ ნუ ხა ძალიან უსაშველოდ ვერ გავაგზავნებთ ამ პოდკასტს ამიტომ როგორც შეგვიდა ლევანი კიდე მოვა და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ კიდე გავაგზავნებთ საუბარს ძალიან დიდი მადლობა შენ ზურა და ძალიან მესიამოვნა მეც და სიამოვნებით კიდე მოვალ თუ დამიძახე აუცილებლად და მოგე წარმატებები ახალ პოდკასტს და მინდა რომ აი მოვუწოდო ახლა ჩვენს გამომწერებსაც რომლებიც უკვე ბევრი ყავს რომ აი გამოიწერეთ ანუ რაც მეტ ადამიანს მივაწოდეთ ხმას მეცნიერების შესახებ მით უფრო სწრაფად ეშველება ამ ქვეყანასაც რამე და განვითარდება ამით დღევანდელი ეპიზოდი დასრულებულია დალაიქეთ ეს ვიდეო კომენტარის დაგვიწერეთ თქვენი შეფასებების გაგვიზიარეთ ძალიან დიდი მადლობა კარგად გრძანდებოდეთ